არც ერთ ეტაპზე სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ არ გააძლიერა საჯარო მოხელე ინდივიდუალურადაც და ასევე ინსტიტუციონალურადაც. სამწუხაროდ ასევე არ იმუშავა ამაზე არც ოპოზიციამ და არც სამოქალაქო სექტორმა. ამ ადამიანების გამოყენება ხდება. აი მაგალითად რა პროცესები გახსოვდება? ეს შეიძლება იყოს აქციაზე გამოყვანა, ჩვენ რო ვხედავთ რო გვიყვარს რომ აი რამდენი ადამიანი გამოვიდა ხა, რომ როდესაც ხელმძღვანელი პირი გამოაცხადებს იმას, რომ ჩვენ აი რა ვიცი 25 მაისს პირობითად 6 საათზე უნდა ვიყოთ აი ამ აქციაზე, უნდა ვიყოთ აი ამ აქციაზე და მორჩა. დღე და ღამე ასწორეს ამ ხალხმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულიყო, ვიზა ლიბერალიზაცია ყოფილიყო და მე კანდიდატის სტატუსი მიიღო და შენ ერთი ხელის მოსმით გინდა რომ ეს ყველაფერი ჩამოანგრიო, ნებისმიერი საჯარო მოხელის რაღაცა ჩვეულებრივი აი დამცველობით ინსტინქტი ამუშავდა ის რომ თან რას მარშა შენი ნაშრომი დაიცვა, ხო? ზუსტად და ასევე კონსტიტუცია დაიცვა. ამ მონაცემებით არის დაახლოებით 80 ადამიანი მერიიდან გამოშვებული, თუმცა არ არის რეალურად დასრულებული. ანუ რიგში არიან და შეიძლება ნებისმიერ დროს კიდევ დაემატოს გათავისუფლებულები მერი ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და მე რაღაცა მკურნალობა დაჭირდა გრძელვადიანი ამ ადამიანს იმის გამო რომ ისეთი სტრესული გარემო შეუქმნეს სამსახურში რომ ან მაშინ თვითონ უნდა წამოსულიყო სამსახურიდან ან ხელი უნდა გაეწერა ამ პეტიციას. ჩვენთან მერიაში ანუ შიგნით ერთმანეთის გაძლიერების რაიმე მექანიზმი გესახება? მე არ მესახება მსგავსი მექანიზმის რისთვისაც რა გააკეთა თქვენი სოლიდარობისთვის? შიგნით ვინც დარჩა? შიგნით ვინც დარჩა იმან ვერაფერ ვერ. აი რატო ვერ აი ეს მიკვირს რა, რატო არ შეიძლება რომ აი 10 ადამიანი მე ვარ 100 ადამიანი ხავს კოლეგა რა, 10 გაუშვეს და დატოვეს უკმაპუროდ და მაწუხებს და რატო არ შეიძლება რომ ხმა ამოვიღოთ ჩვენ დანარჩენმა 90-მა ამაზე და იმ ერთ უფროს უთხრათ რომ არა ერთხელ დავინახოთ ეხლა ესე ხო არ ვიტყვით რომ რატო არ იღებენ ხმას რაშები ნუ გთიშა უნდა დავაჭირო ისე ვერ გაგაჭერთ კაი ყოფილა ერთი წამი ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ ყველას ვინც არის საჯარო სამსახურებში მათი დამსახურებაც განსხვავებული არის მათი განწყობებიც განსხვავებული არის და ასევე განსხვავებულია წნეხი რომელსაც ისინი განიცდიან მოკლედ დღეს ვისაუბრებთ პარტიულ გავლენებზე საჯარო სექტორში ვისაუბრებთ მეთოდებზე როგორ ერევა მართველი პარტია როგორც საკადრო პოლიტიკაში ასევე სხვადასხვა საჯარო უწყებების საქმიანობაში და მათ როგორ აიძულებს მეტწილად საჯარო მოხელეებს რომ იყვნენ ან ჩუმად ან პარტიის მორჩილებაში ასე ვთქვათ სადაც დაუძახებენ იქ მივიდნენ და ასე შემდეგ ვინ რატომ იღებს გადაწყვეტილებებს ვის რა мотиваცია აქვს და რა მეთოდებით რა მიდგომებით მართავს ქართული ოცნება აი ამ პროცესს. მე მგონი რამეს ხომ არ დაამატებდით ათო შესავალში? არა, სტუმარი რო ყავს, მე მგონი ეგ არის მარტო დასამატებელი. სტუმარი საინტერესო ყავს, ესე იგი ჯაბა ქარელი არის ჩვენი სტუმარი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის, ეკონომიკის საქალაქო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ყოფილი მანდუკი იყო და მანდ უნდა დავამატოთ რომ ჯაბა იმიტომ რომ კონსტიტუციის 78 მუხლს მხარი დაუჭირა გახდა მსხვერპლი თბილისის მერიაში და სამსახურიდან გამოუშვეს ვინ უნდა ისაუბროს იმაზე კარგად რა ხდება საჯარო სამსახურში პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით თუ არა იმ ადამიანმა ვინც უშუალოდ იყო ამ სისტემის ნაწილი, უშუალოდ იყო საჯარო სამსახურში, თან ისეთ საჯარო სამსახურში, რომელსაც ქართული ოცნების ერთ-ერთი წამყვანი სახე ხელმძღვანელობს თბილისის მერი კახაკალაძე. ხო და ასე რომ მე მგონია რომ საინტერესო ეპიზოდი გველოდება დღეს ჯაბასთან ერთად. მოგესალმებით ჯაბა, პირველ რიგში მოგესალმებით. როგორია ცხოვრება საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, როგორ ხარ? მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი პლატფორმა შეიქმნა საერთოდ რომ მოგვეცა საშუალება რომ ბევრი საინტერესო სოციალური პრობლემის გაშუქება ხდება რა და რაც მთავარია მე რასაც ვაკვირდები ხო მოდიან ისეთი ადამიანები რომლებსაც შეიძლება ისე უფრო მასშტაბური საკომუნიკაციო არხები რაც არის ცოტა ბარიერები ქონდეთ მიღწევადობის მხრივ რა და ისეთი ადამიანები მოდიან რომ
მათი მხრიდან, მათი პერსპექტივის გაჟღერება პირიქით უფრო ჩემი აზრით საინტერესოა საზოგადოების ჯგუფებისთვის, რა, იმიტომ რომ თემებიც არის ძალიან აქტუალური და განსაკუთრებით ნუ ეხლა ჩემთან დაკავშირებული თემა რაც არის, ანუ საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობა დღეს და განსაკუთრებით მოვლენების კვალდაკვალ რა მდგომარეობაც არის მართლაც ძალიან საინტერესოა. და ამაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ გვჭირდება დღეს, იმიტომ რომ ეს უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს და რაც მთავარია იმ სერვისებს, რომელსაც ყველა მოქალაქე განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა იღებს სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ხო და ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ ჩემი აზრით და უნდა ვილაპარაკოთ ბევრი ამიტომ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. გარდა იმისა რომ გითხარი როგორ ხარ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემთვის საინტერესოა მაყურებლისთვის კარგად რომ ავხსნათ რა როლი აქვს საჯარო მოხელეს და კარგად რომ გავითავისოთ ის რომ საჯარო მოხელე არ არის პარტიული მუშაკი. რომ საჯარო მოხელე ყველა ნებისმიერი მთავრობის დროს თავის საქმეს აკეთებს. ხო, ეს არ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირი არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიის მსახურია, ხო? რატომ მინდა რომ ეს განმარტოთ? იმიტომ რომ ბევრჯერ გამიგია ის, რომ ის ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაღაცნაირად ამუნათებენ და ცდილობენ ასე გაშავებას ადამიანებს, რომ ხო, აი რა უნდა მაგას კაცო ხო იღებს აგერ ხო უხდიან ფულს და რაღაც თითქოს ეს რაღაცა ქართული ოცნები მიყვება რატო არ მიყვება იმ პოლიტიკურ გზას, რასაც მმართველი პარტია ახმოვანებს, ხო? კი, ეს ძალიან ხშირად გაისმევა ხოლმე საქართველოში განსაკუთრებით. მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის, მაგრამ აი აქ განსაკუთრებით ესეა, ძალიან ესეთი სტერეოტიპი არსებობს, ხო? ნუ პირველ რიგში როგორ ვარ, ეხლა რთული გადაზატანი იყო ყველა საჯარო მოხელისთვის, იმიტომ რომ ძალიან რუტინულია, როცა შენ ყოველდღიურად ხარ მიჩვეული იმას, რომ რაღაცა სამსახურში უნდა წახვიდე და საქმე უნდა გაკეთო და თან მაგალითად ჩემი საქმე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პროექტები, ზუსტად გამოშვებამდე 2 კვირით ადრე ერთ-ერთი პროექტი დავასრულეთ UN Habitat-თან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი თბილისისთვის. ასევე იყო სხვა სამსახურებთან დაკავშირებით, სხვა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა არიან გათავისუფლებლები და მათთვის ძალიან რთული და მძიმე იყო ის, რომ ზოგიერთი 15, 20, 25 წელი მუშაობდა, ანუ საკმაოდ დიდი სტაჟი ჰქონდა და გამოცდილება და უცებ რომ აღმოჩნდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს თურმე აღარ ხარ საჭირო, რომ მანამდე იღებდი შენ, რა ვიცი, 1000 მადლობას, საუკეთესო შეფასებები ჰქონდა, ჯილდოები ჰქონდა მიღებული და აღმოჩნდება, რომ იმის გამო, რომ შენ კონსტიტუცია დაიცავი, პრინციპები დაიცავი და ვალდებულება დაიცავი საჯარო მოხელის, იმიტომ რომ შენ ფიცდებ იქ და ითაც შერაზის გამახვილე ყურადღება, რომ შენ არ საჯარო მოხელე რეალურად არ ხარ მართველი პარტიის თანამშრომელი, ხო? როცა საჯარო მოხელის ფიცდებ, შენ დებ იქ ფიცს რომ დაიცავ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს, კანონებს და არსად არ დებ იმ ფიცს რომ იქნები მართველი პარტიის ინტერესების გამტარი ან რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი, იმიტომ რომ შენ რეალურად ემსახურები მე უკვე ყველა მოქალაქეს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით სერვისებს არ აწვდი მოქალაქეს განსხვავებული სპეციფიკების გამო, მაგრამ ირიბად ამ პირდაპირ შენ მაინც ამ სერვისებს აწვდი მოქალაქეებს და ის მოქალაქეები შეიძლება იყოს ერთი პარტიის მხარდამჭერი ან მეორე პარტიის მხარდამჭერი და ზოგადად მეც მახსოვს ეს აი რო გამათავისუფლეს და მალევე სოციალურ ქსელებში რო გავრცელდა ხო სხვა მედია საშუალებამ რო გააზიარა ეს ინფორმაცია იქ კომენტარებში ერთმა დაწერა მახსოვს რომ აბა რა გეგონა და საერთოდ მაშინ რატო პოზიციონირებდი მართველი პარტიისგან განსხვავებულად. ან თბილისის მერიაში რატო მუშაობ, ხო არა, თანხმები ხო, ესეთი ახმები იყო და მაშინ აი არც ერთი კომენტარისთვის არ მიპასუხე, ბევრი კრიტიკული იყო, ბევრი ძალიან მხარდამჭერი იყო, მაგრამ იმ ერთ კომენტარს ვუპასუხე ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახქმა, რომელიც არსებობს დღეს გარკვეულ ნაწილში, რომ მაინც და მაინც ანუ საჯარო მოხელე ახქმული უნდა იყოს მართველი პარტიის თანამშრომლად, ეს რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს და დაინგრეს, მაგრამ აი ამ ახქმის ჩამოყალიბებაში სამწუხაროდ ორივე მხარემ თავისი წვლილი შეიტანა. არა მარტო ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ, არამედ წინა ხელისუფლებამ და ასევე სამწუხაროდ. თავად საჯარო მოხელემაც ალბათ. ანუ ნახე, რამდენიმე განზომილება აქვს რეალურად რა. რო შევხედოთ რა იწვევს ამ ახქმების ჩამოყალიბებას.
ერთი რომ მართველი პარტია ნამდვილად ესე უყურებს, რომ ეს არის მისი ადამიანური რესურსი, მისი დამატებითი ბერკეტი არჩევნებში თუნდაც ან ნებისმიერ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში თუ ასე შემდეგ უპირატესობის საჩვენებლად და დამატებითი ესე რომ ვთქვათ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, აი რაღაცა გარანტირებული ისა. ესენი ჩვენ დათვლიან რომ ამდენი საჯარო მოხელია და აი ეს ამდენი ხმა არის, ხო? მეორე მხრივ ასევე ოპოზიციიდან შეიძლება ითქვას გარკვეული ჯგუფები, ან ის ადამიანები, ვინც კრიტიკულად არიან განწყობილი ქართული ოცნების მიმართ, საჯარო მოხელეს ასევე თვლიან იმას, რომ აუცილებლად გამტარებელია ის ქართული ოცნების პოლიტიკის. ანუ ისიც ჩანასახშივე, ესე რომ ვთქვათ, კლავს საჯარო მოხელეს თვითონ ინდივიდუალურ დამოუკიდებლობის ნებისმიერ ფორმას და აუცილებლად, რადგან საჯარო მოხელეა, ესე იგი ქართული ოცნების ხარდამჭერი უნდა იყოს, ან ყოველ შემთხვევაში ეჭვები არსებობს. ნუ ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო. ეს რაღაცნაირი რეპუტაცია, რომელიც ცლებია მოყვება. ეს განსხვავება, ანუ სხვადასხვა პერსპექტივებიდან ესეთი დამოკიდებულებები ქმნის აი ამ ხმებს ზუსტად, რომ მე ჩვეულებრივ, ანუ საზოგადოების ჯგუფებში, ფართო მასებში უკვე ვრცელდება ის განწყობა, რომ საჯარო მოხელე კაცო კი არ არის ადამიანი, რომელიც ყველა მოქალაქის ინტერესს იცავს და კონსტიტუციას იცავს, არამედ არის ადამიანი, რომელიც იმ პარტიას ემსახურება, რომელიც არის იმ დროს ხელისუფლებაში. ნუ ეს ჯაბა როგორ არის, იცი, ჩემ დამოკიდებულებას კეთყვი, ეს ყველაფერი მოდის პრაქტიკიდან გამომდინარე. ანუ მე მოქალაქე, როდესაც ვხედავ, რომ ყველა პარტიულ ღონისძიებაზე ასე მოაგროვებენ ამ საჯარო მოხელეებს, გამოფენენ და ჩამოატარებენ, ცხადია მიჩნდება ეგ დამოკიდებულება ნაწილობრივ, რომ ეს ხალხი ფაქტობრივად ანუ იმის მიღმა რაც მე არ ვიცი, ამ მდგომარეობაშია რა, ანუ როდესაც დაუძახებენ, ისინი არიან იქ, სადაც პარტია სჭირდება. არა ყველა. არა ყველა, გასაგებია, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამას აქვს ობიექტური მიზეზები, რატომაც ეს განწყობები არსებობს. და ამ ობიექტური მიზეზების, ანუ აი ამ შეხედულებების ნგრევის ერთ-ერთი მაგალითი ის არის მაგალითად რაც შენ გააკეთე ინდივიდუალურად და კიდევ შენმა ჯამში დაახლოებით 4000-მდე საჯარო მოხელეა, ვინც სხვადასხვა უწყებებიდან დაახლოებით ერთი შინაარსის ხო, ანუ ჩვენ ვისაუბრებთ, ანუ დაცვას მოაწერა ხელი. მე ჩვენ გვაქვს მაგისთვის მზაობა, რომ ვისაუბროთ, ანუ ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებებზე, იმ რეაქციებზე, რასაც მათი, ვთქვათ, განცხადებები იწვევს საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზეც და ასევე ვისაუბროთ იმ მიზეზებზეც, რატომაც საზოგადოებაში მეტწილად არის ეგეთი აღქმა, რომ სწორედაც პარტიულ ინტერესს მეტწილად გააზრებულ გაუაზრებლად, რაღაც შიშის გამო, რაღაცა სარგებლის გამო თუ არ ვიცი რა, ეს ხალხი მიყვება. მოდი დავიწყოთ აქედან. როგორ, ხო, ნუ ძირითადი თემაც ხო ეს არის რა, როგორ მუშაობს პარტია საჯარო უწყებებში იმისათვის, რომ ეგ შედეგი მიიღოს. ნუ რა მეთოდებს მართლ პარტია, ხო? კი, მართლ, ნუ. მე მაინც ისე აღვიქვავ, რომ პირველი სათავე ამ აღქმების და ასევე თვითონ საჯარო მოხელის სისუსტის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის არის ვალდებული, რომ საჯარო სექტორი გააძლიეროს და საჯარო სექტორი დგას თითოეულ საჯარო მოხელეზე, რომ არც ერთმა, მათ შორის არც ერთი ესე რომ ვთქვათ, გინ პრემიერ-მინისტრის დროს, ნუ მოკლედ არც ერთ ეტაპზე სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ არ გააძლიერა საჯარო მოხელე ინდივიდუალურადაც და ასევე ინსტიტუციონალურადაც. სამწუხაროდ ასევე არ იმუშავა ამაზე არც ოპოზიციამ და არც სამოქალაქო სექტორმა. მაგალითად მდგომარეობა იყო ისეთი, რომ ბევრმა საჯარო მოხელემ საერთოდ არ იცოდა კანონი რო არსებობდა საჯარო სამსახურის შესახებ შიგნით რა ეწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი მუხლი იყო ჩადებული, რომელიც საჯარო მოხელეს მაშინ იცავდა პოლიტიკური ზეწოლისგან, პირდაპირ ზეწოლისგან. მაგრამ ეს არ იცოდნენ საჯარო მოხელებმა და შედეგად იღებ იმას, რომ როცა არ იცი შენ იმ კანონი, რომელსაც შენ რეალურად ექვემდებარები, შემდგომ უკვე მარტივად სამართავი ხარ და მარტივად ექვემდებარები მათ შორის პოლიტიკურ ზეწოლას. ნუ ეგაც ალბათ კანონის აღსრულებასთანაც არის. ანუ პრობლემა არის ის, რომ არც სამოქალაქო სექტორმა არ იმუშავა იმაზე, რომ საჯარო მოხელის ინფორმირება ყოფილიყო მაღალი და შესაბამისად ინფორმირება გამოიწვევდა იმას, რომ რაღაცნაირად ბერკეტი აქვს საჯარო მოხელეს იმისა, რომ მე აი აგერ კანონი მიცავს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ფორმალურად, მაგრამ აი რაღაცა
ინსტრუმენტი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ თავდაცვის შესაძლებლობა მქონდეს და რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამაც პირველ რიგში მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა არ გააკეთა გამიზრნულად ის რომ საჯარო მოხელე ყოფილიყო გაძლიერებული. შემდგომ ეტაპზე ვიღებთ სურათს, როდესაც მე მაინც ვყოფ ხოლმე რა თბილისსა და რეგიონებში განსხვავებული სპეციფიკა არის. თბილისში ყოველ შემთხვევაში აქამდე გულისხმობ ნოემბრის მოვლენებამდე მაინც ასე თუ ისე უწყებებში არსებობდა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარკვეული ნიშნები საჯარო მოხელეებისთვის. პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას არ ექვემდებარებოდა ეს ხალხი, იყო განსხვავებული აზრები და ეს მათ მშვენივრად იცოდნენ. შედეგებსაც ხედავთ ის რომ ამდენმა საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი სხვადასხვა უწყებებიდან და ამას მოყვა ზუსტად მე ის კანონის ცვლილებაც და რეორგანიზაციის ეს ადამიანო რეორგანიზაციებიც ყველა უწყებაში, მაგრამ რეგიონებში არის განსხვავებული სპეციფიკა. განსაკუთრებით ბოლოს ეს იყო მე მგონი 2021 წელი შექმნეს სოციალურ დაუცველთა დასაქმების პროგრამა. დაახლოებით მე არ მინდა ხა არასწორი ციფრი დავასახელო, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 300,000-მდე მოქალაქეა დასაქმებული ამ პროგრამის ფარგლებში. ეს ყველა ადამიანი რეალურად არის დასაქმებული სიპებში, აიპებში, საჯარო სამსახურებში. და ძირითადი ნაწილი არის რა თქმა უნდა რეგიონებში. რა თქმა უნდა ეს ხალხი საერთო ჯამში შემდგომ არის პირდაპირ დაქვემდებარების ქვეშ ქართული ოცნების სხვა ხელმძღვანელობის ადგილებზე ვინც არიან იმ ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ და ნებისმიერ პროცესში რაშიც მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანების გამოყენება ხდება. აი მაგალითად რა პროცესები გახსენდება? ეს შეიძლება იყოს აქციაზე გამოყვანა, ჩვენ რო ვხედავთ რო გვიყვარს რომ აი რამდენი ადამიანი გამოვიდა ხა მაგალითად გუშინ კი არა 17 მაისის აქცია ხო? ძალიან ბევრი იყო ჩამოყვანილი მოქალაქე საჯარო მოხელეები აღებიდან ის პედაგოგები იყვნენ, სიპები აი რაღაც კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები რომ არის ხოლმე, განსაკუთრებით იქიდან რესურსულად საიდანაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანის ჩამოყვანა რეგიონებიდან ამ ბერკეტებს იყენებენ. იმიტომ რომ არჩევნებზეც როგორ გააკეთებენ, მაშინ უბრალოდ უსამსახუროდ რჩებიან და კონტროლი როგორ ხდება? უნდა დაენახონ? არა, კონტროლი ხდება ძალიან მარტივად. ის რომ როდესაც ხელმძღვანელი პირი გამოაცხადებს იმას, რომ ჩვენ, აი რა ვიცი, 25 მაისს პირობითად 6 საათზე უნდა ვიყოთ აი ამ აქციაზე, უნდა ვიყოთ აი ამ აქციაზე და მორჩა იქ დამთავრდა ხა. თუ არ მიდიხარ, ესეც პრობლემაა. ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განსხვავებული შეხედულება რის გამო არ მიდიხარ, ხო? და მე რეიწყება რაც მე შეიძლება ამას ყოველ შემთხვევაში შიში არსებობს იმ დასაქმებულისთვის, რომ ეს საფუძველი შეიძლება გახდეს მისი გათავისუფლების შემდგომ. განსაკუთრებით რეგიონებში ეს მდგომარეობა და მანამდეც იყო ხოლმე. თბილისში ესე არ იყო. ყოველ შემთხვევაში ხა მე მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი მანამდე, ვიდრე მერიაში ვიმუშავებდი 2 წელი, მერიაში აქ ვიყავი და მართლა არ მახსოვს ესეთ სიტუაცია რომ ხა ჩემთან ვინმე მოსულიყო და ეთქვა რომ ან პოსტი უნდა დამედო რამე ან ვიღაცის ფოტო უნდა დამელაიქებინა ან სადმე აქციაზე უნდა გავსულიყავი მსგავსი რამე შენი განწყობები იცოდნენ მაგრამ სავარაუდოდ ეს არ ნიშნავს იმას რომ თბილისშიც არ იყო ესეთ შემთხვევაში უბრალოდ ნახეთ კოლექტიურად არ ხდებოდა ამის დემონსტრირება ინდივიდუალურად მე ვფიქრობ რომ პირები ყავდათ ვინც უკვე კომუნიცირებას ახდენ და იმ ადამიანებთან ვინც პოტენციურად იცოდნენ რომ მათი მხარდამჭერი შეიძლება ყოფილიყო ამ პროცესში ან მარტივად მართვადი და ამ ადამიანებთან მიდიოდა მე პირდაპირ კომუნიკაცია და არა ის რომ ეხლა აი პირობითად 30 კაციანი ჩატი რო არის სამსახურის ჩატი იქ დავწერო მე რომ ჩვენ უნდა ეხლა წავიდეთ რა ვიცი 6 საათზე რაღაცა აქციას დავეწყო პოსტების დალაიქება ახსენე და ეგ რეალობაა თუ მითია ანუ მე შე როგორ ვიცი მე ეგ ვთქვი ზუსტად რომ მე პირდაპირ შეხება არ მქონია მაგრამ ჩემი კოლეგებისგან არაერთხელ მაქვს მოსმენილი რომ ამის კონტროლი მიმდინარეობდა რომ აბა ვინ ულაიქებდა პირობითად რაღაც მართველი პარტიის გადაზიარებაც იყო ეხლა რუსულ კანონზე თუ გახსოვთ ამდენი გადაზიარება შეუძლებელია ქონდეს რომ გადავხედავდით ხოლმე ან პედაგოგი იყო ან ბაღში იყო დასაქმებული ან გამგეობაში ან რომელიმე და მე ამის სოციალურ ქსელებში გადაზიარება და ასე შემდეგ ესეც რთული პროცესი იყო უბრალოდ მაინც მიდიხარ იქამდე რომ რეალურად საჯარო მოხელემ
არ იცოდა ის უფლებები, რაც მას ჰქონდა. მარტივად მართვადი იყო და ეხა მით უმეტეს როცა შიში გაქვს, რომ შენ უსამსახუროდ შეიძლება დარჩე აი ამ სოციალური გამოწვევების პირობებში, მე როგორ მარტივად მართვადი ხარ და აქედან ანუ მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ ანუ იმ ადამიანების პერსპექტივად, ვინც უფრო მარტივად მართვადი ხდება, ხო? რაღაცნაირად ეძებს მაშინ თუ კი დააფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას იმის შემდეგ რომ თუ კი ის აღმოჩნდება გათავისუფლებული ეძებს დასაყრდენს დასაყრდენს ამაზე ვისაუბროთ კი ეს არის საინტერესო და მოდი ბარემ ისიც მოგვიყევი მერიის მაგალით სერო ვიცოდეთ და მაყურებელმაც იცოდეს რამდენი ადამიანი აღმოჩნდით როგორ მოხდა ამ პეტიციაზე ხელის მოწერა და მერე როგორ გაგრძელდა პროცესები მას შემდეგ რაც ხელმომწერები გაუშვეს ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან იყო ძალიან სპონტანური რეაქცია იმიტომ რომ საჯარო მოხელებმა იციან ზუსტად რას ნიშნავს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ პროცესზე. საიდანღაც ანუ გარე აქტორები კი არ არიან, კაცო. პირველ რიგში ეს ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული. წლების განმავლობაში ჩვენ რა მიღწევებიც გვაქვს ევროინტეგრაციის პროცესში, ზუსტად ამ ადამიანების წყალობით, იმიტომ რომ ვიღაც რო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც დღეში 9 ჯერ შეიძლება შეიცვალოს, იმის აღსრულებას ეს ადამიანები აკეთებდნენ და ბიუროკრატიულ დონეზე ძალიან დიდი და გრძელი პროცესი გაიარეს ამ ხალხმა. ზუსტად ან ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო რა, იმიტომ რომ მე წლები რასაც ვემსახურები და რა ენერგიაც ჩავდე ამაში და დღე და ღამე ასწორეს ამ ხალხმა რომ ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულიყო, ვიზა ლიბერალიზაცია ყოფილიყო და მე კანდიდატის სტატუსი მიიღო და შენ ერთი ხელის მოსმით გინდა რომ ეს ყველაფერი ჩამოანგრიო, ნებისმიერი საჯარო მოხელის რაღაცა ჩვეულებრივი აი დამცველობით ინსტინქტი ამუშავდა ის რომ თან რას მართლა შენი ნაშრომი დაიცვა ხო? ზუსტად და ასევე კონსტიტუცია დაიცვა, იმიტომ რომ მაინც ნიშნულოვანია ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის რა, ამას აქვს ძალიან დიდი ესე რომ ვთქვათ ფორმალური დატვირთვაც და შინაარსობრივი დატვირთვაც საჯარო მოხელისთვის. არ არის ეხლა ის რაღაცა აი უბრალოდ რაღაცა ტრაფარეტული სიტყვები არ არის რომ აი დავიცვათ კონსტიტუციის რაღაცა რომელიმე მუხლი მაგალითად რა. საჯარო მოხელისთვის აი უფრო იდენტობის ნაწილია ის რომ რასაც ხელს აწერს მაშინ როცა შედის საჯარო სამსახურში და იმ პრინციპებს რაც მან უნდა დაიცვას, მე უკვე როდესაც პრაქტიკაში ხედავს რომ მისი ხელისუფლება მართველი პარტია პირდაპირ ესე რომ თავდაყირა აყენებს აი ამ მოცემულობას, ის ბუნებრივია რომ ხელს აწერს მე ეს ყველაზე ესე რომ ვთქვათ აი პირველადი რაღაცა რაც შეიძლება რეაქცია ყოფილიყო ის გააკეთეს სხვადასხვა უწყევებიდან. მერის შემთხვევაში იყო დაახლოებით 250-ზე მეტი ხელმოწერა. მე მაგალითად რადგან 1 წელი ვმუშაობდი სულ მერიაში არ ვიცნობდი ხა არავის და გავიგე Facebook-ით. რომ მერის თანამშრომლის რაღაცა ნაწილი აწერდა ხელს მსგავს პეტიციას და ერთი ვისაც ვიცნობდი ჩემ თანამშრომელს მივწერო აი დროზე მეც მინდა ხელმოწერა და ჩავამატეთ ეს რაღაცა პირველი ესეთი რეაქცია. თან ყველანი ხო ძალიან გაბრაზებულები ვიყავით. ბუნებრივია და ასევე ეს არ ნიშნავს ეხლა 250-მა კი მოაწერა, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტი თანამშრომელი იყო იმავე პოზიციაზე რა აზრზეც ჩვენ ვიყავით რა უბრალოდ ხელი ვერ მაგნატილზე კიდევ ვისაუბრე 250-დან რამდენი გამოუშვეს 250-დან ამ მონაცემებით არის დაახლოებით 80 ადამიანი მერიიდან გამოშვებული, თუმცა არ არის რეალურად დასრულებული ანუ რიგში არიან და შეიძლება ნებისმიერ დროს კიდევ დაემატოს გათავისუფლებულები მერიიდან. კაი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი მან არის გასათვალისწინებელი ის რომ 250-დან გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ხელმომწერთა რაოდენობა ჩამოვიდა 160 გაიწვიეს ხელმოწერები. კი, ძალიან ბევრმა გაიწვია და ეს არ იყო რა თქმა უნდა დამოუკიდებლად ეს სურვილი, იყო პირდაპირ მნიშვნელობით მიდიოდა ამ ადამიანებზე ზეწოლა კაბინეტებში დაბარება, გასაუბრებები, რაღაცა ეს მორალური პოზიციიდან თითქოს რაღაცა არასწორად აკეთებდნენ, ასევე რა თქმა უნდა დაშინება რომ მეტა მაგას როგორ უხსნიდნენ რომ არასწორად აკეთებდნენ. არა, ანუ ეგ თუ უფრო ის რო აი შენ დაკარგავ რასაც პირდაპირ არაფერი განსხვავებული, რასაც პირდაპირ კომუნიკაცია იყო ხოლმე საჯაროდ, რეალურად თითქოს არ გადაუხვევია მართლ პარტიას ევროპული გზიდან, ამის რაღაცა შეცდომაში იყვნენ შეყვანილები. შეყვანა და შემდეგ მე შეშინება ცოტა რომ აი ეს კაცო საბოტაჟის მცდელობაა ეს მაინტერესებს. მაგ დროს აი ესეთ საუბარში აი კითხობს რომ სვამენ რას პასუხობდნენ. ნუ ეს მთავარია. კითხობს რომ მე არ მესმის რა, ანუ გეუბნება რომ არ გადაუხვევია.
აი მე შენეუბნები კაცო როგორ არ გადაუხვევია აი ეს არის აი ეს განცხადება ამას ნიშნავს ჩვენ ამდენი ხანი ამისთვის მუშაობდით მე რა პასუხს ცემენ განსხვავებულ პასუხს იქ არავინ არაფერს არ სცემდა ის ანუ ზუსტად ერთი და იგივე message box-ი რაც იყო საჯაროდ აი კომენტარებში ხო ნუ საჯაროში არ არსებობს კონკრეტული პასუხი ამის ანუ ამის რწმევა და ნუ მან ეხა აი როგორ აგიხსნათ რა ძალიან მარტივად წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც ჯერ ერთი საჯარო ხელი ისედაც დასტრესილია, ის ვინც ხელი მოაწერა, მეორე როც აგერ აფრთხილებენ, რომ რეორგანიზაცია დაწყებულია და შეიძლება კი არა და ის დარწმუნებულია, ესე რომ ვთქვათ, რომ ნუ ცოტა ესე კეთილის მსურველი უფროსი თავზე ხელი გადაუსვა, მე თან დაემუქრა რომ თუ არა შენ დატოვე. და მე რაღაცნაირად დარწმუნება იმის რომ რეალურად კაცო აბა სად გადაუხვიეთ ამ. ეს ხელის მოწერები ერთდროულად მოხდა? აი ესე უცებ ამ 80-მა კაცმა ერთდროულად დაიწყო გაწვევა, იმიტომ რომ ეს თვალშისაცემი გახდა. ეგ თქვი მე მიმდევრობით მიდიოდა, ესე არ იყო რომ ეხა ერთ დღეს კი არ გაიწვია 80, მაგრამ პირობითად ერთ დღეს გაიწვია 5-მა, მეორე დღეს გაიწვია 7-მა. ანუ და მიზეზებს რას ამბობდნენ თუ არავინ არ იყო მათ შორის ასე თქვენ უნდა გენახათ ტექსტები, რომლებსაც ეს ადამიანები იწერებოდნენ ხელის გაწერის დროს. აი მართლა უმძიმესი მდგომარეობა იყო. ერთ-ერთი საჯაროთაც გამოვიდა რა პირობებში მოუწია ყოფნა იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც გაიწვია ხელმოწერა. იმიტომ რომ უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და მე რაღაცა მკურნალობა დაჭირდა გრძელვადიანი ამ ადამიანს იმის გამო რომ ისეთი სტრესული გარემო შეუქმნეს სამსახურში, რომ ან მაშინ თვითონ უნდა წამოსულიყო სამსახურიდან, ან ხელი უნდა გაეწერა ამ პეტიციისგან. ჩვენთან მერიაში, თორე ესეთი შემთხვევები იყო სხვა უწყებებშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ახლა ერთი კონკრეტული მაგალითი ვთქვი, მაგრამ ყველას რეალურად აი სრულ უმრავლესობას ახლდა ესეთი მსგავსი მესაჯი. ხო, ძალიან სტრესულია, ნამდვილად. იყო ამ ადამიანებისთვის. ყველაფერთან ერთად რომ შენ გადაწყვეტილებას უკან იღებ და მე თან ალბათ იქაც შემდეგ უკვე ძალიან დამცირებულად იგრძნობ თავს ადამიანი რომ თვითონ იმ საჯარო მოხელისთვის რამდენად რთულია წარმოიდგინეთ ის რომ ჯერ რას მოაწერა ხელი, ხო? პირიქით ანუ მე მაგალითად იმას ვამბობდი სულ რომ კაცო თუ მე მართლა არ გადამიხვევი ევროპული გზისთვის მე პირიქით რო ყოფილიყავი რავი მაგალითად მერი ან მერის მოადგილე ან ასე შემდეგ მადლობას გადაუხდიდი ჩემ უწყებაში დასაქმებულ იმ საჯარო მოხელებს რომლებიც გამოვიდნენ კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით. პირიქით მადლობა. გაყრის ნაცვლად რა თქმა უნდა. არა, ძალიან საჯარო განცხადებები კეთდებოდა მათ შორის მერისგანაც. მერისგან ეხა იწყებოდა ანუ ის რო ეხა პოლიტიკური რეპრესია მიმდინარეობდა, მე მგონი ეჭვი არავის არ აქვს, იმიტომ რომ მე მგონი თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც კი არ აქვთ ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური რეპრესია იყო, იმიტომ რომ მეორე დღიდანვე ჩვენ ნახეთ ქალაქის მერის პერმანენტული განცხადებები იმის შესახებ რომ ამ ადამიანებმა ვინც ხელი მოაწერეს მოახდინეს თვითლუსტრაცია დაწყებული ჰქონდათ რეორგანიზაცია. მენდა ხო, ეგეთი ტერმინი არის. თვითლუსტრაცია ახსენა ზუსტად სიტყვით. და ამ ადამიანებს დაწყებული იყო რეორგანიზაცია და საკუთარ ადგილს მიუჩენდნენ და ნუ კიდეც მიუჩინეს. ჯაბა, რა რეაქცია ქონდათ თავად თანამშრომლებს, როცა გაიგეს რომ მათი კოლეგები სამსახურს ტოვებდნენ შემცირებას? ჩემთან მიმართებით, ანუ მე მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა მიუხედავად ამ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის, ანუ სუფთა ადამიანურ დონეზე რა, იცოდნენ ჩემი რეაქცია ძალიან ბევრჯერ ესე რომ ვთქვათ გვიკამათია, მაგრამ აი სუფთა ადამიანური ურთიერთობებიდან თუ ამოვალთ, ეხლა არ გქონდა ცუდი ურთიერთობა რა თანამშრომლებთან და ძალიან გული დაწყდათ, იყო ეს რა თქმა უნდა თვითონ ერთ კოლეგებში ერთმანეთშიც იყო ეს ამის ხაზგასმა რომ უსამართლობა იყო და რატომაც ხდებოდა ეს, მაგრამ ისე რომ ეხლა ვიღაცა ხმა მაღლა ეს ეთქვა და დაეფიქსირებინა, მსგავსი რამე რა თქმა უნდა არ ყოფილა, ხო? ხო, შემდეგი კითხვა მაქვს ზუსტად მაგ ხალხზე, ნახე. ჩვენ ვისაუბრეთ ანუ ერთის მხრივ მოწყვლად საზოგადოებაზე, ვინც ესე სოციალური პროექტის ფარგლებში ყავთ დასაქმებული და ისინი მარტივად მართვადი არიან და ყველაფერს აკეთებენ, რასაც დაუწეხებენ. ასევე ვისაუბრეთ იმ ადამიანებზე, ვინც გადადგან აბიჯი, გააპროტესტა, მაგრამ შემდეგ უკან დახევა მოუწია. მოდი ვისაუბროთ იმ ხალხზე, ვინც აცნობიერებს რასთან გვაქვს საქმე. აქვს რაღაც სინანულიც რომ ესე ხდება.
პროტესტიც აქვს ან ჩუმად ან ვიღაცას ტელეფონში მის მეგობარს ელაპარაკება, მაგრამ ამისთვის უჭირს ნაბიჯების გადადგმა. მოდი ვისაუბროთ ორ ფაქტორზე. ერთი შენ ახსენე დასაწყისში, რომ გარეთ საყრდენს რამდენად ელოდება და ვინ უნდა იყოს მისი საყრდენი გარეთ და მანამდე ვისაუბროთ მაგ ხალხს როგორ ამუშავებენ. შიგნით როგორ მართავენ. რეგიონები გავიგე, აი თუნდაც ქალაქში, რა ვიცი, სამინისტროებში როგორ მუშაობს მათთან პარტია. რომ გეტყვით ახლა ან ნახეთ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ბოლო მოვლენები, რაც განვითარდა. დღეს ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საჯარო მოხელე რჩება საჯარო სამსახურში, რომელიც არ არის ქართული ოცნების პარტიის მხარდამჭერი, ძალიან ბევრია განსაკუთრებით თბილისში. მიუხედავად ამისა, აბსოლუტურ უმრავლესობას ამ საჯარო მოხელეებისა ყოველგვარი мотиваცია აქვს განულებული იმისა, რომ რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაუწიონ ქართული ოცნების ამ პოლიტიკას. იმიტომ რომ დაინახეს მათ ეს საჯარო მოხელეები, ვინც გაუწიეს წინააღმდეგობა, მათი კოლეგები, მათი ნაცნობები, მეგობრები რა ბედი ეწიათ. შიში სპექტორი ამუშავდა. რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ პირდაპირ მნიშვნელობით გააკეთა ის, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ბოლომდე ჩაკლა საჯარო სამსახურში. ანუ ამაში რა იგულისხმება? ამაში იგულისხმება ის, რასაც მე ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი რიგის პრობლემა ამ ადამიანებისთვის. არავინ არ თქვას, რომ ეს არის რაღაცა მეორე, მესამე ხარისხოვანი, იმიტომ რომ მათ ქვეყანა რა თქმა უნდა უყვართ, მაგრამ ისინი ასევე ეძებენ მეგობრებს ამ პროცესში, ესე რომ დავარქვათ. რომ ვინ შეიძლება იყოს მათი მხარდამჭერი მას შემდეგ, როდესაც ისინი პირდაპირ მსხვერპლი აღმოჩნდებიან ამ პოლიტიკური რეპრესიების. და აგერ ფაქტი და მაგალითები მათთვის არის ეს მეგობრები, კოლეგები, ნაცნობები, ვინც გამოუშვეს საჯარო სამსახურებიდან, ხო? აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე არის დაუსაქმებელი. აგერ უკვე თვეები გავიდა. და მთელი რიგი სოციალური პრობლემების წინაშეა ეს ხალხი. და არის თან ძალიან პროფესიონალი ხალხი რა და სხვადასხვა სფეროდან. პირველ რიგში, როდესაც ამას ადევნებენ თვალს, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად ამ ხალხმა ვერ გაარღვია ის რთული წრე, მათთვის ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ბარიერი ხდება და დაბრკოლება ხდება, რომ ქართული ოცნება, რომელიც მათთვისვე არის მონსტრი, რაღაც ძალიან დიდი ურჩხული გაუწიონ რაიმე ფორმით წინააღმდეგობა, იმიტომ რომ აგერ ფაქტი აღმოჩნდა, რომ რაღაცა წარუმატებელი. ანუ მძევლები არიან ამ სიტუაციის. და არ ფიქრობენ, რომ უმცირესობაში დაკტოვეს? თვითონ ჩვენი კოლეგები? თუ მე აი ამ ერთ სტრუქტურაში 4000 ადამიანია, რომელიც ღია დაფიქსირებს პროტესტს. ეს შეიძლება ყოფილიყო 10000 ადამიანი. რეალურად ამ ნაწილში მიაღწია თავის შედეგს, მე ესე ვიტყოდი. და როგორ მივიდა? მიაღწია შედეგს, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ყველაზე აქტიური იყო და მისთვის საშიში, აი ამ წინააღმდეგობის თვალსაზრისით, ის გაუშვა სისტემიდან. თუმცა მან მშვენივრად იცის, რომ არის ასობით და ათასობით საჯარო მოხელე, რომელიც არჩევნებზე რომ მიდის ის საჯარო მოხელე არ აძლევს ქართულ მოცნებას ხმას და აძლევს ოპოზიციას, მაგრამ იცის, რომ მაგალითი შექმნა რა ბედი ეწევა განსხვავებული აზრის დაფიქსირებას საჯარო მოხელის არც ახალია და არც ამათი მოგონილი. ხო, მაგრამ ამ დონის, ამ მასშტაბის რეპრესიები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საჯარო სამსახურში არ ყოფილა. ანუ ნახეთ, საკანონმდებლო დონეზეც რეპრესიული მექანიზმი ამუშავეს. არ დაჭირვებიათ, მე მგონი, ასევე პრაქტიკაშიც ამუშავეს რეპრესიული მექანიზმი. არ დაჭირვებიათ ასე მგონი. ხო, არა, არ დაჭირვებიათ, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს, რა მდგომარეობაში ვართ დღეს. ანუ საჯარო სამსახურში რა მდგომარეობაა და როგორ ფიქრობს რიგითი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს შეიძლება კონდეს განსხვავებული პოზიცია და ანუ შიგნით ერთმანეთის გაძლიერების რაიმე მექანიზმი გესახება? მე არ მესახება მსგავსი მექანიზმი. ანუ უბრალოდ ჩვენ გარედან არ გავაძლიერებ. ნახე, ერთი რაღაც მამინდა ვიდრე გარეთ მივალთ. გეტყვი გაძლიერების მექანიზმს, რა შეიძლება იყოს. გაძლიერების მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ 800-მდე თანამშრომელი, რომელიც არის გამოშვებული, ან ის ადამიანები, რომლებიც რიგში არიან, ეგრეთ წოდებულ რიგში გამოშვების, აღმოჩნდებიან წარმატებულები ამ ბრძოლაში. მაგალითად ის, რომ დასაქმდებიან, მაგალითად ის, რომ სოციალურად აქტიური ადამიანები გახდებიან, გარკვეულ სფეროებს გააძლიერებენ, ესე რომ ვთქვათ, და მათ შორის ამ ბრძოლასაც ზოგადად ხელს შეუწყობენ ის, რომ რისთვისაც ხალხმა რა გააკეთა თქვენი სოლიდარობისთვის?
შიგნით ვინც დარჩა? შიგნით ვინც დარჩა, იმან ვერაფერ ვერ აი რატო ვერ აი ეს მიკვირს რა, რატო არ შეიძლება რომ აი 10 ადამიანი მე ვარ 100 ადამიანი ყავს კოლეგა რა, 10 გაუშვეს და დატოვეს ულუკმაპუროდ და მაწუხებს და რატო არ შეიძლება რომ ხმა ამოვიღოთ ჩვენ დანარჩენმა 90-მა ამაზე და იმ ერთ უფროს უთხრათ რომ არა არ შეიძლება რომ იმედი რატო არ შეიძლება ხო და ანუ აქ ვარ ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ იმედი არ აქვს და იმედი რატო არ აქვს რატო არ აქვს ერთმანეთის იმედი რატო არ აქვს რაღაცა მოწყვლადი ხო არ არის რატო არ საუბრობენ ერთმანეთში ხო არ არის რეალობას არა და სადღაც რა ვიცი მარსიდან ხო არ გვიყურებს ანუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ხედავენ იმასაც რომ ანუ ნახე მათი თვალსაზრისით პროტესტი რომელიც დღეს მიმდინარეობს არის არაფრის მომცემი ანუ უშედეგოა მათი პერსპექტივიდან თუ ემშელებთ. და რა არის ხა ამის მიზეზიც ასევე ნულოვანი ნდობა პოლიტიკური ჯგუფებისათვის. რომელიც მარტივ რაღაცეებზეც, აი სტრატეგიულ, არათუ სტრატეგიულ რაღაცეებზე, აი ტაქტიკურ რაღაცეებზეც ვერ ათანხმებ. მე ხმის ამოღებაზე ვლაპარაკობ და არა იმაზე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ვინ არის. ხმის ამოღებამდე მიდიხარ ზუსტად მაგით მიდიხარ. რატო მიდიხარ? როცა მე ვხედავ უსამართლობას რანაირად შეიძლება რომ ჩუმად. არ ფიქრო რომ შენ და შენ კოლეგებს ან ყოფილ კოლეგებს ნახავ, იმიტომ რომ იგივე სიტუაციაში ვიყავი მე. იგივე სიტუაცია გამოვიარეთ ჩვენც, ხო? ანუ ჩვენც ისევე წამოვედით და არავინ როგორ ფიქრობს ის რიგითი საჯარო მოხელე, რომელსაც ასევე შეიძლება არ მოსწონდეს ის ვითარება, რაც დღეს არის. მე მგონია მაინც რომ ცოტა მეტი ეს ჩემი აზრია, მე მგონია რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მაინც მართებს მაგ ხალხს, მარტო ის არ არის რომ მოდი ჩვენ გვიხსნი მაგას. ხო, ანუ ჩვენ გამოვიარეთ ეგ და ჩვენ თვითონ გაიარე გზა, ხო? ანუ ჩვენ ხო ხა როგორ დასაქმებულ რიგით მასთან ლაპარაკები ვიცოდეს ისიც, რომ ყველა ერთნაირ გმირობას ვერ ჩაიდენს, ხო? ვიღაცა უფრო მეც მსხვერპლს იღებს, ვიღაცა უფრო ნაკლებს და არა, გეთანხმები უბრალოდ ჩემი აზრია, რომ ადამიანებმა მეტი ხმა უნდა ამოიღონ, როცა გემის გარშემო ვიღაცები ჩაგრებიან. დაკისრებას მე პრინციპულად არ ვეთანხმები. არა, არავინ არ აკისრებს. ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. 100%-ით არ მეტი აქ ხა პოლიტიკურ ჯგუფებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა. ამაზე ვისაუბროთ. ეგ გასაგებია. მე მანდედან მიდიხარ. მანდ მივიდეთ, მაგრამ არა, ერთ ხომ დავინახოთ ხა ესე ხო არ ვიტყვით რომ რატო არ იღებენ ხმას. რაშები, ნუ გთიშა. უნდა დავაჭირო, ისე ვერ გაგაჩეთ. კაი ყოფილა. ერთი წამო. ანუ მე ნახე აგიხსნი რას ვამბობ რა. მე იმას კი არ ვამბობ რომ ამ საჯარო მოხელეებს ვინც ახლა თბილად არიან 100%-ით კი არ უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა და აი თქვენ ცუდები ხართ რომ ანთხართ იმიტომ რომ ჯაბა გამოაგდეს სამსახურიდან. ბოდიში ესე რომ ვამბობ, მაგრამ ეგრეა. მე ვამბობ იმას რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ თქვათ ჯგუფებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობა რომ მათ უნდა შესთავაზონ ალტერნატივა ეს ცალსახად მაგრამ ადამიანებს ინდივიდებს თუ ჯგუფებს აქვთ კიდევ თავისი წილი პასუხისმგებლობა როდესაც მის გვერდით ადამიანები იჩაგრებიან ყრიან სამსახურებიდან ელემენტარულად ეყოთ იმის გამბედაობა რომ თქვან რომ ბოდიში ჩემო კეთილშობილო უფროსო მაგრამ ესე არ არის იმიტომ რომ მე ესე არ მომწონს როგორ შეიძლება ეხლა იმას რომ შვილები მშივრები დარჩებიან ვინ უნდა გაუყოს საჭმელი ამის თქმას არ ჭირდება ის რომ გარეთ მეგულებოდეს ხმალამოღებული ოპოზიცია იმით რომ აბა ხვალახა ალტერნატივა შემოგთავაზებო ესე მგონია მე თავის წილ პასუხისმგებლობას უნდა მიხედოს ყველამ აბსოლუტურად რა თქმა უნდა ყველა საჯარო მოხელეს აქვს პასუხისმგებლობა მე უბრალოდ იმ გარემ ფაქტორებზე საუბრობ, რომელიც დღეს ახლავს პოლიტიკურ რეალობას. მაგაზე რამდენიც გინდა ეხლა რაც შეეხება ამ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობის საკითხს. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დიდი აქტი იყო ის, რაც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობის მხრიდან. ეს იყო რეალურად. ანუ რაღაცა საჯარო სამსახურში რაღაცა რაოდენობა იყო იმ მოხელების, რომელმაც ზუსტად იცოდნენ, რომ გაათავისუფლებდნენ ამის შემდეგ. ან როგორც მინიმუმ პოლიტიკური რეპრესიები ამ ადამიანების წინააღმდეგ დაიწყებოდა, მაგრამ მაინც გაბედულად მტკიცეთ იმოქმედეს და ხელი მოაწერეს კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნას, ხო? ესეთი იყო დაახლოებით 4000-ზე მეტი საჯარო მოხელე. რაღაცა რაოდენობა არის ის რაოდენობა, რომელიც რეაგირებს ოღონდ არა აქტიურად პირდაპირ მნიშვნელობით, მაგალითად სოციალურ ქსელში არ დებს, აქციაზე არ გადის, ან ხელს არ აწერს, მაგრამ ერთმანეთთან საუბარში, მათ შორის ქართული ოცნების ხარდამჭერ კოლეგებთან საუბარში აფიქსირებს ამას, რომ ეს ცუდია, რაც ხდება. ასევე შეიძლება ჯგუფურად ხმა როგორმე გამოიყონა. ეს
ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ბექანო შენ რას ამბობ რომ საჯაროდ რატო არ აფიქსირებს? არა, თუნდაც შიგნით. შიგნით აფიქსირებენ, ახლა ბევრი აფიქსირებდა. მაშინ რაღაცა დაყვებიან ამ აქციებზე ამ ხალხს, არ ვიცი, არ არა, ხო და ეხლა ჩემი კოლეგები მე მართლა არ მახსოვს რომ დაყვებოდნენ. არ ვიცი მე ხა ინდივიდუალურად დაყვებოდა, მაგრამ მასობრივად ალბათ უფრო არის ეს პრობლემა, რაზეც ერიდებოდნენ, ანუ ამის შენ გარშემო არ ხონდა ეხა ეგ. ანუ აი თქვენც დარწმუნებული ვარ გეყოლებათ საჯარო მოხელეები, შეიძლება ან ყოფილი ან მოქმედი, ვინც თბილისში სხვადასხვა უწყებებში შეიძლება იყოს დასაქმებული, კითხეთ აი ბოლო მომენტამდე რა, სანამ ეს ნოემბრის ამბები დაიწყებოდა, ეხლა ესე საჯაროდ გამოცხადება აი რაღაცა სამსახურების შტატში და ან დაბარება რომ ჩვენ რაღაცა აქციაზე უნდა წავიდეთ, ეს რაღაცებს ძალიან ერიდებოდნენ, იმიტომ რომ როგორც აქვთ აწყობილი საჯარო სამსახური, ანუ დაქვემდებარების მოდელი რო წარმოვიდგინოთ რა, რაღაცა ეს სტრუქტურული ჩონჩხი, მაშინ თავზე ჩამოენგრეოდათ, იმიტომ რომ ამის მხილება მოხდებოდა. იმიტომ რომ სადღაც გამოვარდებოდა ეს გესმით და ესეთ რისკზე ვერ წავიდოდნენ. ამიტომ თბილისში მე მაინც მგონია რომ ყოველთვის ეს მართვა ხდებოდა სუბთად ინდივიდუალურად, აი ამა და კონკრეტული ადამიანების საფუძველზე, რომლებიც ასევე კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდებოდნენ. იმათ ვინც ზუსტად იცოდნენ რომ გარეთ არ გამოიტანდნენ ამას. ეხლა ჩემთან არ მოვიდოდნენ ისინი და ჩვენაირი ძალიან ბევრი საჯარო მოხელეა. ნუ საჯარო სექტორში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, არამედ დაასაქმა ქართულმა ოცნებამ, შესაბამისად მათი მართვაც არ ჭირდებათ, ხო? მარტივენდობით აღჭურვილი პირები არიან. ნაწილი ისეთი საჯარო მოხელეა და არც თუ ისე ცოტა, რომელიც პირდაპირ თავის ვალდებულებად თვლეს ამას. ხო, მაგას ვიძახიან, მაგათგან ძარცულია. გლის თავზე სახარების კითხვა ჩვეულებრივი ნიშნულობით რატო არ იღებ ხმას, იმიტომ რომ იმან აი შინაარსობრივად არ იცის რას ნიშნავს საჯარო. მე ვამბობ იმ ჯანსაღ ნაწილზე, ვისაც აქვს ჯანსაღი ნაწილის ნაწილმა საჯარო დააფიქსირა, ნაწილის ნაწილი სამწუხაროდ ამ რეალობას. ანუ მე მაინც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებ არა რიგით საჯარო მოხელეს, არამედ იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებმაც უნდა მართონ ეს პროტესტი. ოკეი, წავედით მაშინ რომ ვილაპარაკოთ თემაზე მაშინ. რას ელოდებით? მოდი ესე უცებ შესავალივით გავაკეთებ, რომ მე არასდროს არ ყოფილვარ საჯარო მოხელე. მაგრამ ის რომ მე ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტა, აი როგორც შენ თვლი რომ ხარ დამოუკიდებელი ადამიანი და სულ ერთია რომელ პარტიას უჭერ მხარს, ხო? შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ასე უდგებოდი მე ჩემ საქმეს, ხო? არ აქვს მნიშვნელობას სად მუშაობ, მე ჩემი არჩევანი მაქვს. ჩემ კაბინაში შევალ, ჩემ ხმას ვისაც მინდა იმას მივცემ. მაგრამ როცა დადგა იმის ის დღე და ის რაღაცა წითელი ხაზი, რომელიც მე არაფრით არ გადაუკვეთე და დავტოვე სამსახური, ეს მივიღე იმის გამო, რომ მე მივხვდი, რომ ჩემს პროფესიას ამით ანგრევდნენ. არა მხოლოდ მე მანგრევდნენ, პროფესიულად, ეთიკურად პროფესიას მინადგურებდნენ და მე ამაზე არ წავედი. როცა საუბრობთ იმაზე, რომ საჯარო მოხელეს სჭირდება გარე ფაქტორი, ხო? რაღაცა პოლიტიკური პარტიების ოპოზიციის მხარდაჭერა იმისთვის რომ გადაწყვეტილება მიიღოს, მე პირადად ეს არ დამჭირვებია. მე ვთქვი რომ ჩემს პროფესიას ეხება ეს ყველაფერი და მე არ ვიკადრებ რომ გავხდე მატყუარა. პირდაპირ მნიშვნელობით მატყუარა, ამიტომ არავის დღემდე არ ვარ ოპოზიციური სპექტრის გულმხურვალი მხარდამჭერი, მაგრამ დიდი წილი მე აქციებზე ვდგავარ, იმიტომ რომ თვლი რომ ცვლილებებია საჭირო. როგორ მუშაობს ეს საჯარო სექტორში შენი გამოცდილებითაც? ერთია რომ შენ თქვი რომ ადამიანები რომლებიც ემსახურებოდნენ იმ საქმეს, რასაც ქვია ევროპული გზა, ხო? პირდაპირ მათ საქმეს შეეხო ეს ყველაფერი. ანუ ეს წითელი ხაზი მათთვის დაინგრა, მაგრამ შენ ამბობ რომ მათ ჭირდებათ გარედან ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ უფრო მეტად გაძლიერდნენ გადაწყვეტილებაში. რა ტიპის მხარდაჭერაზე საუბრობ? რა შეიძლება ჩვენ დავავალოთ და კი ბატონო დავავალდებულოთაც, რა ვიცი, ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომ გააძლიეროს ეს სექტორი. მოდი ესე დავიწყოთ ჯერ აი პირველი საკითხი, რასაც მინდა შევეხო. როგორ რეაგირებენ საჯარო მოხელეები აი ამ პოლიტიკურ კონტექსტზე რა? ზოგადად აი საჯარო მოხელე კი არა ქართველების უმრავლესობა მაინც ვართ რაღაცა იმპულსებზე დამოკიდებული. ანუ რაღაცა ფაქტების მიხედვით მსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას ან ძალას სადაც ხედავთ ესე რომ ვთქვათ რა და საჯარო მოხელე ამ პერსპექტივიდან ამოდის რეალურად. აი როგორ მოქნეს რომ სადაც ხედავს რომ უფრო მეტი ძალაა შეიძლება თან აი ამ პირობებში როდესაც მისი კოლეგები უკვე გათავისუფლებულები არიან და სამწუხაროდ რაღაცნაირად მძიმე პირობების ქვეშ არიან, ხედავენ რომ პროტესტი მათთვის ესე რომ ვთქვათ არ არის ისეთი მძაფრი როგორიც იყო დეკემბერში, ხო? დეკემბერში გვირტყავენ გვახსოვს რა მდგომარე. ეხლა არ გვირტყავენ. მაგრამ მაგრტყმაზე ზუსტად ძალიან უფრო რეაქციულები იყვნენ. გავიგე, მაგრამ ხომ უნდა რომ არ უნდა მოყვან, მაგრამ ანუ რისი თქვა მინდა რომ
იმას რო ხედავდნენ, უფრო მეტად მწვავე რეაქციები ქონდათ. დღეს მათთვის აი როგორი აღქმა აქვთ რა საჯარო მოხელეებს, რომ აი პროტესტი არის მინელებული, რაღაცა 100 კაცი დგას რუსთაველზე, რომელიც არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ამ ხელა მონოლითისთვის, რომელიც არის ქართული ოცნება და რატო უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი აგერ მაგალითი აქვს ეს რა ქვია, რომ ეს რა ქვია, მისი კოლეგა საჯარო მოხელე დღემდე დაუსაქმებელია და რაღაცა კარგი კარგი ცხოვრების მოყვარული ხალხია რა, მორთმეული უნდა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. აგერ ნოემბრიდან დაიწყეს და მიიღეს რა შეუშლიდათ ხელს რეპრესიული კანონმდებლო ცვლილებები, ხო, რომელიც ერთ-ერთი ემსახურება საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი დაანგრევას და განადგურებას ამ ქვეყანაში. რაც წლების განმავლობაში მართლა შრომა ჩაიდო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო პროფესიული საჯარო სამსახურის ინსტიტუტი და ასევე დამოუკიდებელი და რაღაცა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური გაანადგურეს ერთი ხელის მოსმით. ლიკვიდაცია მოახდინეს იმის რა ქვია საჯარო სამსახურის ბიუროს და ფაქტობრივად ანუ პირდაპირ დაუქვემდებარეს პარტიულ კონტროლს საჯარო სამსახური სისტემა ყველა უწყებით. და უკვე პრაქტიკაში ჩვენ ნახეთ რეორგანიზაციები და ამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლებული. რა იყო პოლიტიკური პარტიების პასუხი? დღემდე არ არსებობს შეთანხმებული სტრატეგია რას ვუშვებით ჯერ ამ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გათავისუფლდნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ განმეორდები არიან ძალიან კომპეტენტური ხალხი და რა სტრატეგია გვაქვს მას შემდეგ, როდესაც ქართულ ოცნებას ვუშვებთ ხელისუფლებას. მაგაზე შეიძლება ეგეთ პასუხი გაქცენ, რომ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და აღდგენა და ასე შემდეგ. პრინციპული საკითხი ეს არის ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის და ასევე მოქმედი საჯარო მოხელეებისთვის. რა სტრატეგიას თავაზობს პოლიტიკური ჯგუფები და ამაზე უნდა იყოს შეთანხმებული პოზიცია. ნაწილმა წარმოადგინა ინდივიდუალურ დონეზე, ნაწილს დღემდე ხედვა არ აქვს ჩამოყალიბებული. ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ იმ ადამიანებს, ანუ დასაყრდენია ხო სახელმწიფოს რეალურად საჯარო მოხელეები და როდესაც ესეთი პროცესები ვითარდება, როგორ შეიძლება შენ პოლიტიკურ პარტიას არ ქონდეს ხედვა რას უპირებ ამ ადამიანებს? თავად რა სჭირდებათ? აი თავად რა სჭირდებათ? მაგაზე ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რეალურად რაც მაშინ კანონებში ეწერა. პირველი დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მაგას პოლიტიკური განცხადებების დონეზე დაკვირდებიან ჯაბა. ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია გეტყვის, რომ სულთა პრაქტიკაში ჩანს მე ეს ყველაფერი. ჩვენ უჭერთ მხარს საჯარო სექტორის რაღაც დამოუკიდებლობას, იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, შენ შეგეძლება გაასაჩივრო და დაბრუნო. ამას გეტყვიან. ანუ შენ რა სიტყვა, ანუ მე არ ვფიქრობ მასე. პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პირველ სტრატეგიის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს ის, რომ კანონი რომელიც იქნება იყო ბოლოს მიღებული ის აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს და დაბრუნებული იყოს ან პირიქით გაუმჯობესება შეიძლება და უფრო მეტი მექანიზმის ჩადება რომ მივიღოთ საბოლოო ჯამს დამოუკიდებელი საჯარო სამსახური მეორე რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი რომ საჯარო სამსახურის ბიურო უნდა იყოს აღდგენილი აუცილებლად იმიტომ რომ და აბსოლუტურად უნდა ჩაიხსნას მთავრობის ადმინისტრაციას და უნდა იყოს რეალურად ცალკე ინსტიტუცია, რომელიც მართავს საჯარო სამსახურის სისტემას და რას უშვებით უკვე ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან გათავისუფლებული. გაიგეთ? ამაზეც არ არის. თუ ვინმე იცნობთ ამ პარტიებს და ასე შემდეგ, გადაუგზავნეთ ესე, გადაეცით. აგერ არის საჯარო მოხელე, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენი მხოლოდ რაღაც სადღეგრძელო განცხადებები ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა პოლიტიკური პარტიებისგან, რას უპირებენ უსამართლობას საჯარო სექტორში და როგორ აპირებენ ამ ადამიანების უფლებების აღდგენას და შემდგომ მდგრად დაცვას. კი ბატონო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე ეს ამ მომიჯერეთ და ცალკე რო ჩავი. კიდევ ერთი მდგენელი აქვს. ეხლა რატო არიღებს საჯარო მოხელე ხმას? ოკეი. ეს ბოლომოვლენების დროს არ დაწყებულა და მანამდეც არსებობდა რა. რაღაცა წინა ხელისუფლების დროსაც დღესაც და ნუ სულ იყო ეს ფაქტორი, რომ საჯარო მოხელე რეალურად თუ კი მას აქვს განსხვავებული პოზიცია ერთი რომ მაშინ მართველი პარტიისთვის მიუღებელი ხდება და გარიყული ხდება და მეორე იმ მხარეს რასაც თვითონ თუ ეს რომ იმ მხარეს დგას და სწორ მხარეს დგას
ის მხარეც არ იღებს ბოლომდე, იმიტომ რომ ისიც ეჭვში თვალით უყურებს რა და ჩემ პირადი შემთხვევა რო გავიქცე. არც აქ ანა მიღონ, არც საჯარო სამსახურამდე მე მქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება და პროექტებს ვაკეთებდი. მორჩა შენზე იტყვიან ახლა ესო NGO-შნიკი ყოფილა. უცხოური გავლენის აგენტი. Deep State-ელი ყოფილა რა საჯარო სამსახურზე გველაპარაკებაო. ეგენ მაინც იტყვიან ნებისმიერ ამას. ჩვენზეც ამბობენ ჯაბა რა სამუშაო გამოცდილების გადახედვა და რატო ამბობ ამას რომ აქციებზე რომ მივდიოდი ხოლმე აი ხა რუსული კანონის რო იყო რა მეორე პირველზეც აი ჩემ მეგობარი თუ შემხვდებოდა ხოლმე და ნუ ან მეგობრებთან ერთად იყო და რო გაიგებნა რომ ის საჯარო მოხელეა ყველა გიყურებდა ეჭვის თვალით ხოლმე რომ აი ცოტა ისეთი ან უკვირდათ ხოლმე რა და საბოლოო ჯამში აქედა ანუ აი ამ ხარეს რომელიცაც ჩემ მეგობრად მივიჩნევ ხვდები რომ ისიც არ მენდობა და რაღაც ეტაპზე ხვდები რომ ისიც ლანძღავს საჯარო მოხელეებს და აქცევს ყველას ერთ ქვაბში მე მესმის რომ არსებობენ ის ადამიანები რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები და არა აქვთ არავითარი პასუხისმგებლობა შეგნებული და გააზრებული იმიტომ რომ სად მუშაობს და რა ადგილას არის, მაგრამ ხო არიან მართლა ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პასუხისმგებლობას იცავენ რეალურად. და ამ ხალხის ყველას ერთ ქვაბში მოქცევა და მოხარშვა არ შეიძლება. არა, მაგაზე არც საჯარო მოხელე რაღაცა შუაშია გაჩხერილი და ყველა წარმოუდგენია მის მტრად. ჯაბა, იცი რაზე მინდა ვისაუბროთ, ჩემ პირადი გამოცდილებით, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, როცა რუსული კანონი პირველად დაინიცირდა, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდით, რომელმაც ძალიან ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ეს იქნებოდა აქციაზე გასვლა, პოსტის წერა თუ შიგნით ღიად თქმა იმის, რომ ეს კანონი ჩვენ არ მოგწონდა და რო გითხრა რომ ეხა ამის გამო რაღაცა საშინელი წნეხის ქვეშ ვიყავით, არა. მეცაც გეტყვი, შეგვექმნა კომფორტი ის, რომ ჩვენ ამ თემებს არც კი გვაშუქებინებდნენ. ვიყავით შორიდან დამკვირვებლები და ძალიან ესე ზემოდან უყურებდით, რომ რას აკეთებენ ესენი და ნუ ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს აზრს. მაგრამ მეორე კანონის მეორეჯერ შემოbrunების დროს არავინ არ შემოსულა მაინც და მაინც ესე თლად თითის დასაქმნელად, მაგრამ იცი როგორი ტექსტები გაჟღერდა სანამ კანონი მე მივხვდით რომ ყველაფერი კანონთან იყო კავშირში. თათბირებზე იყო ესეთი რომ ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ გადახედოთ და წახვიდეთ და ძალიან ბევრი სივი გვიდევს ჩვენ მაგიდაზე და ერთი სული აქვს თათქროდის დასაქმდებიან და ანუ კანონი რომ მეორე დაინიცირდა ჩვენ უკვე გქონდა იმის განცდა რომ ჩვენ ოდნავაც კი რომ ხმა მოგვეღო ჩვენ შეგვექმნებოდა პრობლემა. და მეცაც გეტყვი, თუ პირველ შემთხვევაში ჩვენ შიგნით მაინც განვიხილავდით ამ ამბავს, მეორე კანონის დაინიცირების დროს პირდაპირ გსაყვედურობდნენ თუ გქონდა განსხვავებული აზრი. ანუ პირდაპირ გაწვებოდნენ იმას, რომ რა ვერ გაიგე, მოდი ეხლა მე აგიხსნი, არ მინდა შენი ახსნა წერაც ვიცი, კითხვაც ვიცი და აზრის გამოტანა რა თმინდა შენი ახსნილი ხო? ამის პრობლემა კითხვა არ ვიცი. კი, მე იქ ცოტა დაგვაყვედრეს, რომ გვახსოვს ჩვენ რომ შარშან თქვენ მხარს არ უჭერდით ამ კანონს და ესეც დაგვაყვედრეს. და ანუ შექმნეს ეს რაღაც დაძაბული, დაზაფრული გარემო, რომ ჩვენ ისიც კითხვეს სხვათა შორის რომ ვიცით აქციაზე ვინც დადიან და ცოტა ხანში ფოტოებსაც ძალიან ღიად გვეუბნებოდნენ რომ გაკონტროლებთ. ძალიან ღიად იყო ეს. კი, მე მქონდა ეგეთი. ეს როგორ მოხდა საჯარო სექტორში? მოკლედ მე ვწერდი ერთ კი არა სამაგისტრო ნაშრომზე როცა მუშაობდი, მქონდა თემა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას და ერთ-ერთი მიმართულება ამ თემის არის ზუსტად პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორ იყენებს მმართველი პარტია საჯარო სამსახურს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და მაშინ ოღონდ პირველი ის იყო ჯერ მომხდარი, რა ქვია. ანუ პირველი საფუძველზე მქონდა კონკრეტული მაგალითები, ეს რუსული კანონის პირველი ტალღარო იყო და ჯერ კიდევ ხალხის ძალამ რო დაინიცირა. ხო, კი, ესე იყო ზუსტად. უბრალოდ აი მაშინაც ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი მყავდა ინტერვიუერად რა და მახსოვს მითხრა რომ მეორე დღესო რომ მივედიო სამსახურშიო, აი ფოტო დამიდესო და აქციაზე ყოფილხარო და ეს იყო ნუ დამაშინებელი ბერკეტი იმათთვის რომ ამას აღარ უნდა ააქტირო. ნუ ეხლა მან კი გააგრძელა აქტიურობა სხვა შორის დღემდე საჯარო სამსახურშია, მაგრამ ნუ ესეთი რაღაცები ბევრს აშინებდა.
ბევრზე ეს ამას ვიძახი წინასწარ მიდიოდა ხო მზადება. კი რა თქმა უნდა, კონტროლი რამხელა იყო წარმოიდგინეთ და მე ეს სტრატეგია ხო ერთი და ხელწერა ერთ და იგივე რომ უნდა მოხდეს დაშინება. მე მგონი ერთ-ერთი პასუხი ეგაც არის რომ ანუ რეაგირება არ უნდა დაფრთხე რა ალბათ რა. ხო და ამას ვამბობ ხა ვინც არ ფრთხებოდა იმაზე რომ ხვდებოდნენ რომ ხა არ ჭრიდა ეს მექანიზმი ერთი არის რომ ან თავს ანებებდნენ ან მართლა უშვებდნენ მე სამსახურიდან რა და ეხა თუ შეგატყეს რომ რაღაცნაირად დაფრთხი და მარტივად მართვადი ხარ ან რაღაცებს ესე რომ ვთქვათ მოწყვლადი ხარ ესე რომ ვთქვათ მაშინ უკვე ახერხებენ იმას რომ კონტროლი მოიპოვონ და ზუსტად მე ნებისმიერი აქცია იქნება თუ რაღაცა პროცესში ჩართულობა შენი დაჭირდება თუ უკვე მარტივად ის გირეკა საინტერესოა ჩვენ ხშირად გვესმის და ეს რაღაც თითქოს აპრობირებული მეთოდია უკვე ყველა ხელისუფლების დროს ამ ქვეყანაში რომ საჯარო მოხელე ხდება რიგითი აქტივისტიც და ჩართული პირიც არჩევნებში რომ რაღაცა მე მესმის რომ შეიძლება ეს შენ არ გაიკეთებია და შენი განწყობები იმდენად ყოველთვის ღია იყო რომ არ მოვიდოდა შენთან და პირადად ის მოწვა მომეციო და ხალხი შემიგროვე არ გეტყოდა მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ განსაკუთრებით გული მტკივა რომ აი ახსოვს რაღაც კონკრეტული ფაქტები იყო ხო აი ეს რაღაცა კოლ-ცენტრები მასწავლებლების ხმების მობილიზება ეს ძალიან მე ძალიან წუხვარ ამაზე რომ პედაგოგი რომელიც ბავშვს უნდა ასწავლიდეს რაღაცა ღირსებას თვითონ ხდება ესეთი რაღაცა საქმის გამკეთებელი შენი ინფორმაცია რო გითხრა გასაგებია რომ შენამდე არ მოვიდოდნენ და შეიძლება თბილისშიც ეს შედარებით ნაკლებად კეთდება როგორ ხდება უკვე წინა საარჩევნო სამზადისი რა ევალება საჯარო მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ ჩემთვის ესე თვალსაჩინო არ იყო რადგან იცოდნენ მათ რომ მე მქონდა განსხვავებული აზრი ხა ჩემ დასანახად არავინ არაფერს არ გააკეთებდა მაგრამ ზოგადად მე მაქვს ეს ინფორმაცია რომ არსებობდნენ ეგრეთ წოდებული ავტორიტეტული საჯარო მოხელეები რომლებიც მიდიოდნენ ეგრეთ წოდებულ მივლინებებში იმ რეგიონებში კუთხეებში საიდანაც იყვნენ სადაც ითვლებოდნენ ისინი ავტორიტეტულ პიროვნებებად იმიტომ რაღაცა თანამდებობის პირია და ასე შემდეგ და თბილისიდან ჩამოდის ასე და მე მათთან საუბრები და ეს ბჭყალებში რო ვთქვათ დაკერვა ის რო რამე კარგი დაუკარით ჩვენი კანტორის ხალხი მოდის ჩვენები მოდიან ხო ნუ ეს მოქმედებდა რომ აი ეს ადამიანი ჩამოდის მე ის დაიწყებდა ამ თემებზე საუბარს და ნუ ძალიან ბევრი ადამიანის გადარწმუნება და ასე შემდეგ რეგიონებში მით უმეტეს ეს პიროვნული ფაქტორები ესეც ბექა რო გამოვრიცხოთ ანუ ნახე მაგასაც რო თავი დავანებოთ რა რეგიონებში მით უმეტეს არ ჭირდებათ იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ ის პროგრამა რაც მშვენივრად აამუშავეს ერთი მხრივ თან სოციალური მდგენელი მისცეს ანუ რაღაცნაირად პირიქით რაღაცა სოციალური იდეა ჩადეს თითქოს რაღაცა ძალიან კეთილშობილური რომ ასაქმებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და მეორეს მხრივ შენ გაქვს რეალური ბერკეტი უკვე პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების და ამ ადამიანების კონტროლის იმიტომ რომ რეგიონების მაგალითად ერთ-ერთი კვლევაში მქონდა ეს მითხრა ერთ-ერთმა პროფესორმა რომელიც ასევე ამ საკითხებს იკვლევდა მე მგონი ონის თუ ამბროლაურის მაგალითი იყო დაახლოებით ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იყო მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში 800 ადამიანი დასაქმებული. ანუ ფაქტობრივი კონტროლს ახორციელებდა მმართველი პარტია მთელ მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე. სრულად, ანუ ერთადერთ დამსაქმებლად იყო ქცეული, იმიტომ რომ ამ 800 ადამიანის უკან არის მათი ოჯახები. სულ რამდენი ოჯახი ცხოვრობს? სულ რამდენი მე არ მახსოვს ონი იყო თუ ამბროლაური რა და პატარა მუნიციპალიტეტისთვის ხა 800 ადამიანი ამ სიპებსა და აიპებში დასაქმებული საკმაოდ ბევრია და მათი ოჯახის წევრები უკან, ხო? ესეც საარჩევნო ხმებია. ანუ პირდაპირ ბერკეტები ქონდა. ანუ ეს ერთის მხრივ ეს ინსტრუმენტი, მეორეს მხრივ ის პროპაგანდა რაც აქვს და მესამესაც გამოყოფ კიდევ აი მანდ რომ რაღაცა ესეთი განცდა მაქვს რომ ადამიანები ამ რაღაც სასათბურე შეიძლება არც კი დაარქვა რაღაცა გადასარჩენ პირობებს რომ უქმნიან იმისთვის რომ აი ოჯახი გამოყვებოს მე უკვე ნაკლებად ინტერესდებიან რაღაცა ემპათიის უნარი მართლა ძალიან რთულია თქვენ არანაკლებად იცით ეს მე რა რომ საჯარო სამსახურში არ გიმუშავეთ რა მნიშვნელობა აქვს სამსახურები დატოვეთ ასე თუ ისე არც თუ ისე დაბალი ანაზღაურებით და დათმეთ ის პირადი კომფორტი ხო საჯარო მოხელისთვის ამ პირადი კომფორტის დატოვება არის საკმაოდ რთული მით უმეტეს თუ რაღაცნაირად იმედს ვერ ხედავს მაგრამ
ხო, ანუ ეხა რთულია ის, რომ აი ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა რაღაცნაირად შეანთო ამ საჯარო მოხელეებში. მე ვფიქრობ, რომ ეს მათი გამოფხიზლება პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული არის იმაზე, აი ეს გათავისუფლებული ხალხი რამდენად წარმატებული იქნება ამ პროცესში. კაი, მაგ გათავისუფლებული ხალხის წარმატების ნაწილში შემდეგ კითხვას დაგისვამ, როგორც ვიცი, პროფკავშირების ჩამოყალიბებაზე მუშაობთ აქტიურად და მოდი ამით თან წავიდეთ ბოლოსკენ, რას გეგმავთ? რატომ არის მნიშვნელოვანი საჯარო მოხელეების პროფკავშირის არსებობა და რა გათვლით ხართ? რა თქვენ, ანუ ჩვენ ხა პრობლემებზე ხო ვისაუბრეთ, ხო, კაი, ოპოზიციასაც მივმართეთ და მათ რაღაც რა უნდა გააკეთონ, ამასაც მიუთითეთ და ნუ აქეთ რა ხდება გასაგებია. თქვენ ანუ როგორ აგრძელებთ ახლა აი ამ ბრძოლას და რას აპირებთ და რა როლი აქვს მოკლედ? რა შეიძლება რომ გაგიხარდეს ამ პროცესებიდან, მაგრამ რაც მიხარია არის ის ნამდვილად, რომ აი ამ ბრძოლამ და ამ ბოლო მოვლენებმა ძალიან ბევრი მაგარი ადამიანი წინ წამოწია და ესე რომ ვთქვათ, ხილვადი გახადა რა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის რა. ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომ არ ეგუება ამ უსამართლობას და მათ შორის მედიაში, თქვენი სახით, საჯარო სამსახურებში და ასე შემდეგ რა. თითქმის ყველა სფეროში ეს სიტუაცია არის და მართლა ისტორიული რაღაც კეთდება ამ საჯარო მოხელეთა პროფკავშირების ჩამოყალიბებით. იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო მოხელეები განურჩევლად აი ამ პოლიტიკური ხედვებისა თანხმდებიან მთავარ პრინციპზე, რომ ქვეყანა თუ ნორმალურად შეიძლება ვითარდებოდეს, აუცილებლად მისი საყრდენი ეს საჯარო სამსახური უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. ამიტომაც არის ის, რომ ძალიან ეშინიათ ამ პროფკავშირების და ამიტომაც არის, რომ ამდენჯერ უთხრეს რეგისტრაციაზე უარი, მაგრამ ეს პროცესი 7ჯერ არის რეგისტრაციაზე უარი ნათქვამი. თუმცა პრაქტიკულად, რეალურად აი პრაქტიკულ დონეზე რო ვთქვათ, პროფკავშირები აგრძელებს მუშაობას. მე როგორც ვიცი, რადგან თავიდან არ ვიყავი მე ჩართული ამ პროცესებში, მე რამდენადაც ვიცი, იანვრიდან მოყოლებული გრძელდება ეს. ანუ 5 თვეში 7ჯერ უარი მიიღო. ანუ 7 უარი არის მიღებული რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა პრაქტიკულ დონეზე მაინც მოქმედებს პროფკავშირების სხვადასხვა აქტივობები აქვს. მუშაობენ პარტნიორებთან ერთად, რომ უფრო მეტად გაძლიერდნენ, მაგრამ ეს სერიოზული გამოწვევა პროფკავშირისთვის, როდესაც შენ სუბიექტად, ანუ იურიდიული სუბიექტი არა ვართ და შესაბამისად ოპერირება არის ძალიან რთული. ამაში ეს ხელის შეშლა და დაბრკოლების შექმნა რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ხელოვნურად კეთდება, მაგრამ ძალიან დიდ რეალურად სირთულეებს ქმნის მე საქმიანობის პროცესში და მაინც ვაგრძელებთ, თუმცა საერთაშორისო აღიარება მოვიპოვეთ. ევროსაბჭო მაგალითად თავის რეზოლუციაში ახსენა ზუსტად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არ ახდენს რეგისტრაციას პროფკავშირების და საერთაშორისო აღიარება უკვე აქვს რეალურად ამ ორგანიზაციას და საბოლოო ჯამში ჩემთვის მაინც დროის საკითხია ეს რეგისტრაციის პროცესი აუცილებლად მივახცევთ ამასაც. ბოლოს მაგალითად აი რა 7ჯერ რო შეასრულეთ რაღაცები რა პრობლემაა და რა მიზეზია საფუძვლების სახელთან დაკავშირებით. ხა ბოლო რეგისტრაცია მე რადგან იურისტი არა ვარ, ცოტა გამიჭირდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როცა მქონდა კონსულტაცია, ვიცი რომ ძალიან სასაცილო მიზეზები იყო მოყვანილი. ეხლა მთავარი არის ის, რომ პროცესი არ გაჩერდეს და მე ვიცი რომ მოხდება ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე შეტანა განცხადების და მთავარი არის ის რომ მე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში ასე რომ პროფკავშირები, საჯარო მოხელეთა პროფკავშირი განურჩევლად აი ამ საჯარო წევრთა ესე ვთქვათ პოლიტიკური პრეფერენციებისა რეალურად აღმოჩნდება ინსტრუმენტი ქვეყანაში თავისუფალი და პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნის. მოგუგუნდა ქვეყანა. ახლა ხო არ გავიმეორო. ხო, ჯობია ბოლო ნაწილი. მე ვთვლი და მე ესე მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახურის, საჯარო მოხელეთა პროფკავშირები იქცევა ინსტრუმენტად
ქვეყანაში დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მერე უკვე თუ ეს შეიქმნა, ჩვენ დამოკიდებულები აღარ ვიქნებით საჯარო მოხელის ინდივიდუალურ გმირობაზე. ვის აინტერესებს ამის მიღწევა? პირველ რიგში რა თქმა უნდა საჯარო მოხელეს, ხო? აქამდე როგორც მივხვდით, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ არ ინტერესდებოდა იმით, რომ გაძლიერებული იყო საჯარო მოხელე, ეხლა აი ეს თვითორგანიზების მექანიზმს ვრთავთ რეალურად, ვამოქმედებთ იმისათვის, რომ მართლა ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რომ შექმნა დამოუკიდებელი საჯარო სამსახური და რაც მთავარია ძლიერი საჯარო მოხელე. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ არ გვარეგისტრირებენ, ჯერ კიდევ ფაქტობრივად მოქმედებთ როგორც საინიციატივო ჯგუფი. ჩვენი პარტნიორის არასამთავრობო ორგანიზაციების თან თანამშრომლობით პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების პროცესს კოორდინირებას უწევს იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან საჯარო სამსახურებიდან. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო დავა არის რეალურად წამოწყებული პოტენციური წევრების ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ჯერ არ არის რეგისტრირებული. ამ ადამიანებს მათ შორის ერთ-ერთი მოსარჩელე მეც ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის ბოლოს რაც იქნა მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ და ასევე ორგანიზაცია ხელს უწყობს უკვე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების გადამზადებას, პროფესიული შესაძლებლობების გაზრდას, იმისათვის რომ რაღაცნაირად ადაპტაცია მოახერხონ შეცვლილ გარემოსთან და მათი დასაქმების ხელშეწყობას. ამ ეტაპზე ამით იფარგლება ძირითადად და ასევე ორგანიზაციული განვითარების კუთხით მუშაობენ, იმიტომ რომ თვითონაც ახალი შექმნილია და შესაბამისად ეს ეტაპები არის ჯერჯერობით გასავლელი, მაგრამ აი მუდმივ რეჟიმში რეალურად ფუნქციონირებს და არ არის რაღაცა მოდუნებულ მდგომარეობაში და თავარი მაინც დაბრკოლება ჯერ არის ის რომ რეგისტრირებულები არ ვართ და ამაში ხელს გვიშლიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ან დროის საკითხია, იმიტომ რომ ის მიზეზები, რასაც აფიქსირებენ ხელოვნური დაბრკოლებებიც გადალახვადია, კი, ამოწურვადია, რაც არ უნდა გაწევო. ერთს ჩაგეკითხები, ანუ მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით, საჯარო მოხელეს, რომელიც დღემდე მუშაობს, შესაძლებელი იქნება, რომ იყოს ამ პროფკავშირის წევრი, ხო? ანუ პირველ რიგში ეს არის პირველი მიზანი ეგ არის ზუსტად, რომ მოქმედი საჯარო მოხელეები შემოერთდნენ, იმიტომ რომ კავშირი მაშინ იქნება ძლიერი, თუ კი მოქმედი საჯარო მოხელე რაც მეტი იქნება, შესაბამისად უფრო მოქმედითი იქნება თვითონ ორგანიზაციაც და ანგარიშგასაწევიც და ამიტომ კი მიზანი არის რომ აიტაცებენ მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში შენ თუ აჩვენებ იმას რომ არ ხარ მხარე ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ჩვენება იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის რაღაცა ქვე ორგანიზაცია ან რაღაც მსგავსი მართლაც დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა ნიშნავს იმას სივრცეს ამ ადამიანებისთვის სადაც უნდა გაწევრიანდნენ იმიტომ რომ ყველა საჯარო მოხელემ განსაკუთრებით აი მოქმედებმა იციან მშვენივრად რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდნენ უსამართლო მოპყრობის ქვეშ და usამართლო დევნის ქვეშ. წარმატებებს გისურვებთ მაგ საქმეში და მოდი ბოლოსკე რომ წავიყვანოთ, მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე ის რა სერვისები ეზღუდება რიგით მოქალაქეს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორთან შეხება, ხო? მაგალითისთვის რო ვთქვათ, მე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პარლამენტში მუშაობს, ვხედავდი აქციაზე და სიამაყით რო აღვნიშნე, რომ რა კარგია, როცა პარლამენტის წინ, პარლამენტის თანამშრომელი დგას და აპროტესტებს, ხო, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის გადახვევას ნიშნულოვანი მეგონია, რომ ისინი იყვნენ პროტესტში ჩართულები. თუმცა მე ზუსტად ამ ჩემი აღფრთოვანებიდან ცოტა ხანშივე გავიგე, რომ პარლამენტიდანაც გაუშვეს ის ადამიანები, რომლებიც პეტიციაზე ხელმომწერები არიან და არა მხოლოდ გაუშვეს, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია გააჩერეს მათი დეპარტამენტები, ხო? მაგრამ ეს გამოდის, რომ მე როგორც რიგით მოქალაქეს მეზღუდება რაღაც სერვისები, იმიტომ რომ ჯაბამ დატოვოს სამსახური. როგორ აისახება აი ეს შემცირებები უკვე რიგით მოქალაქეზე, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ურთიერთობდეს ამ დეპარტამენტთან. მნიშვნელოვანი რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა საჯარო მოხელე არის ეს. ამიტომ დავიწყე სერვისებით ჩვენი ინტერვიუც თუ გადაცემას. მაგიტო დავიწყე ზუსტად სერვისებზე აქცენტით.
იმიტომ რომ ის ამით ხედავს რეალურად როგორი საჯარო სამსახურია ქვეყანაში. რამდენად ეფექტიანად იღებს და ხარისხიანად იმ სერვისებს, რომელიც უნდა მიაწოდოს სახელმწიფო სხვადასხვა ინსტიტუტმა, ხო? და უწყებამ. დარტყმა ეს არის რეალურად არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც გაათავისუფლეს, არამედ ზუსტად ინსტიტუტებზე. ჯერ ერთი რომ ჩამოანგრიეს ფაქტობრივად ინსტიტუციური მეხსიერება, იმიტომ რომ კადრები არიან გაშვებულები, რომლებიც საჯარო უწყებებში მუშაობდნენ 10-15-20 წელი და ქმნიდნენ ამ ინსტიტუტების ისტორიას მართლა, იმიტომ რომ თუ კი რამე რეფორმა ხორციელდებოდა, ამ ადამიანების აზრი იყო ნიშნულოვანი და გაგეცინებათ რომ გაუქმდა ისეთ დეპარტამენტ მერიას, მაგალითად მერიაზე დავიწროვდები რა, გაუქმდა ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტები. ერთ-ერთი დეპარტამენტი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც და ხელმომწერებიც, ისა თანამშრომლები იყვნენ ხელმომწერები ამ პეტიციის ბუდეთ აღიქმეოდა, რაღაცა მტრული ის იყო, რომ იმ ოთახში შესვლა არ შეიძლება. იმიტომ რომ ყველა იქ ისეთია რა, რაღაცა და ეს დეპარტამენტი არის შექმნილი საბჭოთა კავშირის დროს. ხო, და ეს დეპარტამენტი გააუქმა ქართულმა უცნაურმა ამ შემთხვევაში. ანუ დავკონკრეტდეთ, ესე იგი. ქვეყანაში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომელიც ყველა საერთაშორისო პროექტს ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომელიც მერიის ბაზაზე ხორციელდებოდა, პირველ რიგში კურატორობას ამას უწევდა. და თქვენ იცით რომ არსებობდნენ მაგალითად დამეგობრებული ქალაქები და მე ერთობლივი პროექტები ხორციელდებოდა ხოლმე რა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს ახორციელებდა და როგორ წარმოგიდგენიათ ხა რომელი დედაქალაქის მერია შეიძლება არ ქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ხო შეუძლია. არა მე იმის ხაზგასმა მინდოდა რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და გვეუბნებიან დეკლარირებულად რომ იმ კაცო ჩვენ კი არ გავჩერდითო მაგერ ისინი ევროპული ბიუროკრატია გვერდზუსტ ჩვენ მივდივართო ორ ფეხზე მივდივართო, ანუ ეგ ორ ფეხზე რომ მივდივართ, მაგ ქვეყნის დედაქალაქის მერიაში გაუქმდა საერთაშორისო მხოლოდ იმიტომ, რომ განყოფილების უფროსი იყო ხელმომწერის და ყველა თანამშრომელი. ხელმომწერი იმის რომ ქვეყანამ უნდა ერთადერთი რამის რომ კონსტიტუცია უნდა იყოს დაცული და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს პროცესი არ ყოფილიყო რაღაცნაირად შეფერხებული. ასევე გაუქმდა ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი, თბილისისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მთავარი, ესე რომ ვთქვათ, დოვლათის შემომტანი ინდუსტრია, რომელიც არის ტურიზმი, ტურიზმის განყოფილება თბილისში, ანუ ტურისტული მიზიდულობის მთავარ ცენტრს თბილის მერიას აღარ აქვს ტურიზმის განყოფილება. და არც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აღარ ყავს ქართველი ხელმძღვანელი. მხოლოდ იმიტომ რომ განყოფილების უფროსი იყო ხელმომწერი. ანუ ერთი ადამიანის გამო იქ თანამშრომლები არ ყოფილან ხელმომწერები. ერთი ადამიანის გამო გააუქმეს ეს რა ქვია განყოფილება. ეხლა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. და ამაზე იმ პოზიციებზე ანუ ფუნქციურად იგივე პოზიციებზე მათ შორის ერთ-ერთ ჩემ განყოფილებაშია გამოცხადებული ახალი ვაკანსიები. აი ხა HR-GOG-ზე რო შევიდეთ, დევს ის ვაკანსიები, რის გამოც ჩვენ გამოგვიშვა. ანუ თითქოს ოპტიმიზაციას. ანუ აღადგინონ? ანუ გადაკეთებული არის სახელები. მაგალითად მე თუ ვიყავი უფროსი სპეციალისტი, შექმნეს უმცროსი სპეციალისტის შტატი, ხელფასის ანაზღაურებას შორის არის დაახლოებით რაღაცა 100 ლარი თუ რაღაცა სხვაობა. ფუნქცია მოვალეობები არის აბსოლუტურად იდენტური. ესეთი გადათამაშებები გააკეთეს და გამოცხადებულია ახალი ხალხის ასაყვანად ეს კონკურსები. ხო, ანუ და რაც მთავარი ეს არის ეხლა მე რა განყოფილებებიც ვისაუბრე ეს მაინც ასე თუ ისე არაპირდაპირი ის არის სერვისების სახე, ხო? მაგრამ გამოუშვეს თანამშრომლები, მაგალითად ისეთი დეპარტამენტებიდან, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციაში იყვნენ მოქალაქეებთან. მაგალითად მუნიციპალური ინსპექციიდან, მაგალითად თვითონ უშუალოდ კანცელარიიდან ან მოქალაქეთა მისაღებსაც ფუნქციურად ძალიან დატვირთულია. აი იმდენი საქმე ქონდათ ხოლმე, რომ კი, ხა მერიაში ძალიან დატვირთული იყო ხოლმე და იქ ეს ხალხი რომ ამდენი წელი მუშაობდა და სერვისებს აწვდნენ მოქალაქეებს, ხო? აღმოჩნდა რომ სერვისის მიწოდების ხარისხი კი არ ზიანდება, უბრალოდ რომ მიდიხარ რაღაცა 10 წუთში რო შეიძლება მოაგვარო, შეიძლება 1 საათში ვეღარ მოაგვარო. იმიტომ რომ ვიღაცამ ვინც იქ დაჯდა, არ იცის რა როგორ უნდა გააკეთოს. ან არ იცის
და გამოცდილება არ აქვს და მეორეა რომ ის კადრები აღარ ყოფნის. ხო, შემცირდნენ. რეალურად შემცირდნენ რა ესეთ ადგილებში და ეს უკვე მარტო ჩემი პრობლემა კი არ არის. ნებისმიერი ადამიანის ვინც მერიაში მივა და რაღაცა განაცხადის შეტანა უნდა. უწყებებიც არის. ეხლა მაგალითად რეორგანიზაცია მიმდინარეობს ესე აქტიურად საგარეო საგარეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ფაქტობრივად თვალსვადევნეთ ამ ქართული დიპლომატიის ჩამონგრევის მცდელობაა ჩვეულებრივად, რაც ეხლა ხდება, იმიტომ რომ ჯერთი ძალიან დიდი ფუფუნებაა, ხო? თითოეული დიპლომატი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ცოტაა რეალურად ვთქვათ რაოდენობაში. და მათი გამოცდილება არის რეალურად დიდი სიმდიდრე ამ ქვეყნისთვის. სახელმწიფოსთვის არის ძალიან დიდი სიმდიდრე, მაგრამ ნუ ეხლა ცალსახა როცა შენ საერთოდ არ გაინტერესებს პრიორიტეტები როცა იცვლება, ფაქტობრივად საგარეო პოლიტიკური კურსი აღარ აქვს, ხო? რაც იყო ადრე პრიორიტეტები ის რომ აღარ არსებობს და შესაბამისად იმ ხალხსაც დაუკარგეს ფუნქცია. შესაბამისად ის ხალხი მით უმეტეს რომელიც შენთვის პრობლემად იდენტიფიცირდება, იმიტომ რომ განსხვავებულ აზრს აფიქსებს, განსხვავებულ აზრს კი არა, იმას რასაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რიგითი ადამიანი თუ მით უმეტეს საჯარო მოხელე ამას უნდა აფიქსირებდეს, ამას რომ საჯაროდ გამოხატავს, შენ უკვე ორიენტირებული ხარ იმაზე, რომ როგორმე მოიშორო ეს ადამიანები და ასევე მე უკვე სამაგიეროდ თვალსვადევნოთ იმას, რომ ეს ხო ოპტიმიზაციით აიხსნება და მე ეხა ერთ-ერთი გადაცემაში იყო თუ არ ვცდები თბილისის მერიას ხალხი რო ყავს დასაქმებული ესე ფაქტიურად მომღერლები გრაფიკზე მყოფი ფიტნეს ინსტრუქტორი, რომლებიც მე მგონი არასდროს არ ყოფილან ეგ რა ქვია იმ ადგილზე არ მის დისტანციურად თემურ თათარაშვილმა თქვა და რითმერ გაიგე გახსნილი და თურმე 1 წლის დასაქმებული ხალხი ხო და ხო ეგეც საშინელი პრაქტიკაა. დიდი უსამართლობაა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეთა პროფკავშირი მართლა შეიძლება პოტენციალი აქვს სერიოზული იმის, რომ იქცეს ინსტრუმენტად აი ამ უსამართლობის ამოსაძირკვათ ერთხელ და სამუდამოდ საჯარო სამსახურში, იმიტომ რომ თუ კი პოლიტიკური ნება არ არსებობს, ამასთან დასაპირისპირებლად აუცილებელი არის თვითონ იმ პროფესიული კავშირის ან მოხელეების გაერთიანება, რომ თვითონ დაიცან უკვე საკუთარი თავი და ამისთვის ეფექტური საშუალება არის ეს. წარმატებებს გისურვებთ მაგ საქმეში. მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობა და წარმატებები და გამარჯვება ჩვენს მიზანს, რაც გვაქვს ჩაფიქრებული, რომ როგორმე უზრუნველყოთ ამ ქვეყნის დაბრუნება იმ რელსებზე, რომლითაც მივდიოდით ჩვენ ევროპისკენ, იმიტომ რომ ეს რეალურად პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად საბოლოო ჯამში ყველას მიზანი უნდა იყოს თუ კი გვინდა ჩვენ წარმატებულ ქვეყანაში, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, იმიტომ რომ ჯაბა, დიდი მადლობა. ჩვენ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ იმას, რომ ვინმე მილანში საშოპინგოდ იაროს, ან არა, ზუსტად ის სერვისები ვენაში იქნება, განათლება იქნება თუ ამაში იგულისხმება ხარისხი ცხოვრების და სერვისების. აქ მიიღონ ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ რაღაცნაირად მე მაინც იმედიანად ვუყურებ ამ პროცესებს. მაინც მჯერა რომ რაღაცნაირად გამოფხიზლების კიდევ იმედი მაქვს მოქალაქეების რომ უფრო მეტად შეიძლება აქტიურები გახდნენ და ჩაერთონ ამ პროცესში და მე ვხედავ ასევე ხა საგარეო მიმართულებით ანუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ჩართულობა და ინტერესება ფაქტია რომ არის ხო? ჯაბა, რას ეთყვი იმ საჯარო მოხელეებს ვინც აი შენაირად ფიქრობენ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ ამ ეტაპზე? იმისთვის რომ გაამხნეო, არ ვიცი, რისკენ მოუწოდებთ. პირველ რიგში მე მაინც მოუწოდებდი იმისკენ, რომ უფრო მტკიცე იყვნენ საკუთარ არჩევანში და საკუთარ პრინციპებში, რომ აი თავის თავთან რომ დადგებიან და ზუსტად იციან, რომ რაღაცას მე და ჩემი მეგობრები და კოლეგები და ის ხალხი, ვინც ახლა ქუჩაში დგას, ვაპროტესტებთ, ზუსტად იციან, რომ ეს არის სწორი. მე ვუსურვებ მათ უფრო მეტ გამბედაობას. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ ტყვეობიდან თუ მძევლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. საბოლოო ჯამში მათ თვითონ ინდივიდუალურ თავისუფლებამდე დავდივართ, რა თქმა უნდა. რომელიც ნებისმიერ საჯარო მოხელესთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. კარგი, ასე დავასრულოთ, მოდი მოწოდებით. დიდი მადლობა ჯაბა ქარელს კიდევ ერთხელ, რომელიც არის თბილისის მერის ეკონომიკის
საქალაქო სამსახურის ყოფილი მთავარი გოია მაგას უბრალოდ ვერ გაარტყავს სპეციალისტი ყოფილი მთავარი სპეციალისტი ხო და საჯარო მოხელეებს ვეტყოდი ჩემ წილს იმასაც რომ თუ როგორ ხართ თუ უფრო მეტ პროტესტს ელოდებიან პროტესტი არის უწყვეტი და არავინ არ იფიქროს რომ თუ ქუჩაში არ გვირტყამენ რამე დასრულდა პირიქით და რამე ცუდი არ ხდება ხო იმიტომ რომ რეპრესიები და იმ რაღაცა როგორც შენ თქვი 100 კაცს სულ არ დგას 100 კაცი პირიქით ძალიან ბევრია მე მესმის იმათ ვეუბნები ზუსტად რომ ეს ესე არ არის და კობახიძის მთლელით ნუ ითვლით ქუჩაში ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს 10,000-ობით ადამიანი და როგორ იძახდნენ მე რომ რაღაცა 2,000 დგას და ხო ანუ ხალხი რაც არ უნდა ბევრი იდგეს ისინი საერთო მეშიჯგოხით როცა ავრცელებენ რომ აი ამდენი ადამიანი დგას ახლა შენი ამბავია უკვე როგორი თვითრწმენა გაქვს და იჯერებ თუ არა რეალობას რაც არის ხო თორე ახლა დანარჩენი მაინც ხო ნუ მოკლედ დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს სხვათა შორის შემდეგი ჩაფიქრებული მაქვს რომ ეპიზოდი მოვამზადო სირიასთან დაკავშირებით ძალიან გამიტაცა ბოლო პერიოდში სირიის მოვლენების კვლევამ იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სადამდე შეიძლება მივიდეს რეჟიმის სიმახინჯე სადამდე შეიძლება მივიდეს ძალადობა და როგორ შეიძლება უბრალოდ გაქრნენ ადამიანები 1000 და ეს არავის არ აღელვებდეს იმ რეალობაში ან აღელვებდეს და უბრალოდ ჩუმად იყოს ძალიან ღრმა პროცესები იყო ვაპირებ რომ ეს მიმოვიხილო ბოლო პერიოდში სირია საინტერესო გახდა იმიტომ რომ იქ შეიცვალა დაამხეს ასადის რეჟიმი და პოპულარული გახდა იმ ორი კადრის გამო სადაც ჩანს ერთი ეს ალ-შარა პრეზიდენტი რომ ტრამპს ართმევს ხელს და მეორე სადაც ის ალ-ქაიდას წევრი იყო და ტერორისტულ ვიზუალზე ასე ვთქვათ და სამხედრო ფორმით არის მაგრამ აი ამ ორი კადრის მიღმა რატომაც სენსაციად იქცა ეს ამბავი ძალიან საინტერესო და უმძიმესი ისტორიაა 10 წლეულების ისტორიაა რეჟიმის მოქმედების და მეთოდების და ჩვენ რატომ ამბობ ამას არ გვინდა რომ იქამდე მივიდეთ არ გვინდა რომ მივიდეთ საბჭოთა წარსულამდე რომელზეც წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ჩვენ ვართ საფრთხეების წინაშე და ეს მოჩვენებითი სიმშვიდე რომლითაც ან ამშვიდებენ ადამიანებს ან ვიღაცები თავს იმშვიდებენ მოჩვენებითი მშვიდობა ძალიან დიდი საფრთხე და ძალიან პატარა მანძილია შემდეგ უკვე სრულ კატასტროფამდე რასაც ქვია მართლა მონოლითური რეჟიმის ჩამოყალიბება სადაც ადამიანების უფლებები აღარ აქვთ და სირიის შემთხვევაში არის იქ რომ ადამიანებს უფლებები და სახელები და გვარები კი არა ნომრები ჰქონდათ დანომრილ ციხეებში და ისე ქრებოდნენ რომ მათი საფლავებიც დღემდე არავინ არ იცის მოდი ხო მოკლედ შემდეგ ეპიზოდსაც დაელოდეთ დიდი მადლობა პოსტერ ბარს რომ გვითმობს სივრცეს გამოიწერეთ ჩვენი არხები ესე ვთქვათ Redline კიაფი მარიამოს ვლოგი გამოიწერეთ რა ანუ თუ საინტერესოა და ფიქრობთ რომ უნდა გვისმინოთ გამოიწერეთ ახლა მე მოწოდებები არ მიყვარს აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენ თქვენ როგორც გნებავთ თუ ფიქრობთ რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ გვისმინეთ ხოლმე და გამოგვეხმაურეთ მე ხშირად კი რა სულ ვკითხულობ კომენტარებს და პასუხებსაც ვცემ ხოლმე და ძალიან ველოდები ხოლმე სპონსორები არ ყავს აბა რა ვიცი ვნახოთ ეგენის თუ გამოფეზლდებიან არა ვართ ცუდი ხალხი ან თუ ვინმეს 1-2 კამერა გაქვთ ზედმეტი დაგვიმატეთ უკეთესი გამოსახულება გვექნება გვათხოვეთ გამოგვეხმაურეთ მადლობა რომ გვიყურებთ მადლობა